დილამშვიდობისა მოგესალმებით დადგა შემოდგომის ბოლო თვე დღეს 3 ნოემბერია ორშაბათი ზუსტად 9-ის დახევარი და დილის ტალღა თქვენთვის იწყებს მუშაობას ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები გახლავართ ანა შამილაძე და დემეტრე ზოიძე. დილამშვიდობის ანა მოგესალმებით დილის ტალღას ერთგულ მაყურებელს მოკლედ. ძალიან კარგია შემოდგომაზე, როდესაც ნამდვილს ხარ სახლში, მირთმევთ ფილად ჩაის ან ყავას და უყურებთ ტელევიზორს. რა ჯობია მოკლედ აუცილებლად. განსაკუთრებით აჭარის ტელევიზიაზე დილის ტალღას. კი. მოკლედ მომდევნო 2 საათი ჩვენთან ერთად უნდა გაატაროთ, რადგან საინტერესო გადაცემა მოგიმზადეთ ჩვენში შაბათი კვირა ვიზუმეთ იმისთვის, რომ საინტერესო თემები მოგვეტანა თქვენამდე. მოვდი ნახოთ მოკლე ანონსი თუ რას ნახავთ დღეს ჩვენი მაყურებელი და მალე დავუბრუნდებით. დღეს 3 ნოემბრის დილის ტალღის ეთერიდან გაიგებთ, რა ხდება ფინანსურ სამყაროში. გაგაცნობთ აქციების ფასებსა და კრიპტოვალუტების გაცვლით კურსს. გაგიზიარებთ ავოკადოსა და თინუსის ვრაპის რეცეპტს. გემრიელი და ნოყიერი საუზმის იდეა, რუბრიკაში შენი კერძი. სპორტული სიახლეებით კი ჯიჯი შემოგვიერთდება. არ გამოგრჩეთ ახალი ამბები ონლაინ სივრციდან. ოქტომბრის ბოლო კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციულად აღინიშნა ჰელოუინი. როგორ მოირთო თეთრი სახლი და როგორ გაუმასპინძლდნენ სტუმრებს დონალდ და მელანია ტრამპები. მილა იოვოვიჩის ქალიშვილი ლუკ ბესონის ახალ ფილმში ალ პაჩინოსთან ერთად ითამაშებს. ეს და სხვა საინტერესო მოვლენები რუბრიკაში ვებსიახლეები. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 3 ნოემბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. ჩვენი გადამღები ჯგუფი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილს, თევზის ბაზარს ეწვია. გავიგებთ როგორია ფასები და რა არჩევანი გელოდებათ ზღვის პროდუქტების დახლებზე. რა არის ქონების გადასახადი, ვის ეკისრება მისი გადახდა, როგორ განისაზღვრება თანხა და ვისზეა გათვლილი ეს გადასახადი. ამ კითხვებზე პასუხს სტუდიაში ეკონომისტისგან მოვისმენთ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. როგორ გავიგოთ ვითარდება თუ არა ბავშვის სწორად და რას უნდა მიაქციონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება. სტუდიაში პედიატრთან ერთად ვისაუბრებთ ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე. რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სამაშველო დრონს, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლებს თანამედროვე ალგორითმების დახმარებით ადამიანზე ბევრად ეფექტურად ეძებს. გადაცემის მესამე ნაწილში ტრადიციულად ყოველ ორშაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ძნელაძეს. გაიგეთ რა ცვლილებები გელოდებათ კვირის განმავლობაში და როდის არის საუკეთესო დრო ახალი საქმეების დასაწყებად. ასე რომ დილის ტალღაში დღეს ყველაზე აქტუალური და ცხელი თემები გელოდებათ, თუმცა მანამ აუცილებლად გავიგოთ თუ როგორი ამინდი გვაქვს დღეს ჩვენს ქალაქში და სრულიად საქართველოში მოკლედ ამინდის პროგნოზი დილის ტალღაში. დღეს ბათუმში 23 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა და დღე უნალექოთ ჩაივლის. ქობულეთში 21 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ქედაში 21, შუახევშიც 21, ხულოში 18 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 5 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ოზურგეთში 21 გრადუსი, ურეკში 23, ლანჩხუთში 22, ჩოხატაურში 21 და ბახმაროში 14 გრადუსამდე გათბება ჰაერი, დღე უნალექოთ ჩაივლის. ფოთსა და ანაკლიაში 23 გრადუსია დღეს მაქსიმალური ტემპერატურა, სოხუმში 21 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო ზუგდიდში 22 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. კოპიტნარსა და ქუთაისში 24 გრადუსია დღეს მაქსიმალური ტემპერატურა, ხოლო საირმეში 18 გრადუსამდე გათბება ჰაერი. მესტია 16 გრადუსია ნავარაუდები, ბორჯომში 17, ბაკურიანში 12 და აბასთუმანში 15 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. ახალციხე 18, გორში 17 გრადუსი იქნება, ცხინვალში 16 და თელავშიც 16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი დღის მაქსიმალური ტემპერატურა და რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს ნახოთ აბა 15 გრადუსამდე გათბება ჰაერი და
როგორც გრაფიკაზე ვხედავთ, სრულიად საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის. უფრო დეტალურად თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება დღის განმავლობაში და ასევე როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებშიც, ამ ყველაფერზე კობა ფარტენაძე ოდნავ მოგვიანებით ისაუბრებს. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ახლა გადაცემა და უნდა მიმოვიხილოთ მცირე ბიზნეს მიმოხილვა ჩვენს ეთერში დღის კურსი და გავიგოთ ოფიციალური ვალუტის კურსი. გავიგოთ. 3 ნოემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 71 თეთრი ღირს. 1 ევროს 3 ლარად და 13 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანკა სტერლინგი 3 ლარი და 56 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, 1 ბიტკოინის ღირებულება 299,259 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს დღევანდელი მონაცემებით 10,570 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი დღეს 2,954 ლარი ეღირება. აქვე გადავალოთ თვალი ოქროს ფასს და გეტყვით, რომ დღეს 1 გრამ ოქროს 322 ლარად და 33 თეთრად შეიძენთ. ინვესტორთა შორის გლობალურად პოპულარული დღესდღეობით არის Apple-ის, AMD-ის, Google-ის, Meta-ს და Amazon-ის აქციები. Apple-ის აქციების ფასს 0.51%-ით და ნაკლებობა აქვს დაიკლო და დღეს 721 ლარად და 70 თეთრად შეიძენთ. AMD-ის ფასი 696 ლარია. Google-ის აქციების ფასმა დაიკლო 0.27%-ით და დღეს 760 ლარად და 70 თეთრად შეიძენთ. Meta-ს ფასი დღეის ჩათვლით 1764 ლარი და 56 თეთრია, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 661 ლარს და 94 თეთრს შეადგენს. ახლა კი დრო მინდა დაუთმო საწვავის ფასს და გადავხედოთ ერთად. დღეს სუპერი 3 ლარი და 14 თეთრი ეღირება. პრემიუმი 2 ლარი და 94 თეთრი. რეგულარი 2 ლარი და 97 თეთრი, დიზელი 2 ლარი და 74 თეთრი. ევრო დიზელი 2 ლარი და 89 თეთრი, ხოლო ევრო რეგულარი 2 ლარი და 74 თეთრი. დავიწყოთ დილა ახალი ციფრებით. მოკლედ ასეთი იყო მცირე ბიზნეს მიმოხილვა, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ საინტერესო თემით გადაცემა სპორტული ამბებით. ჯიჯავაძე სანამ შემოგვიერთდება, უნდა შევიხედოთ სამზარეულოში და ვნახოთ ამჯერად ჩვენი კოლეგა თოქო ხილაიშვილი და გემრიელობებს მოამზადებს თქვენთვის. სამზარეულო დილის ტალღის ეთერში. გამარჯობა, მე ქეთეთ ხილაიშვილი ვარ. დღეს უნდა გაგიზიაროთ რეცეპტი მათთვის, ვისაც სურს წონაში კლება, სურს ჯანსაღელკვება, ну მოკლედ ეს არის ჯანსაღი როლები, ვრაპები, რომელიც მზადდება ავოკადოთი, ხახვით, მწვანე ხახვით, კიტრით, კონსერვირებული სიმინდით, თინუსით, ლავაშით, ლიმონით, ბავარიული დოგვით, ბერძნული იოგურტით და სულეგანი მგონი. პირველ რიგში მოდი ხახვი დავჭრათ. ნახევარი ხახვი არის საკმარისი. თუ ითვლით კალორიებს, ზუსტად რა თქვენი რეცეპტია, ნაკლებ კალორიას შეიცავს და როგორც ვახსენე არის ძალიან ჯანსაღი. გადავიტანოთ ის ჯამში. მე გამოვიყენე იასამისფერი ხახვი, იმიტომ რომ გონია რომ უფრო გემრიელია და სალათებს უფრო უხდენ. ეხლა ავიღე კიტრი. კიტრს კანებს არ ვასლი, იმიტომ რომ ბევრჯერ ვახსენე რომ კანები უფრო სასარგებლოა ვიდრე თვითონ კიტრი, იმიტომ რომ ისეთ ვიტამინებს შეიცავს, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა აუცილებლად. გამოვიყენებ კიტრს ნახევარს ამჯერად. ესე. ესეც გადავიტანოთ ხა ჯამში. შევუდგეთ ახლა მწვანე ხახვის საჭრას, წვრილად დავჭრათ. ესე. ესეც დავამატოთ ახლა კიტრს და ხახვს. შევუდგეთ თინუსის დამატებას. გადაწურული აქვს წვენი. თქვენ შეგიძლიათ წვენ გადაუწურავით გამოიყენოთ. დავუმატოთ სიმინდი, აქ მოხსნე კონსერვირებული. დაახლოებით
3-4 სუფრის ყოს ვიზამ, აი ესე. და ბერძნული იოგურტი, რომელსაც არც ცხიმი აქვს და არც სიტკბო. ეს დაახლოებით 2 სუფრის ყოზე. ახლა დავუმეტოთ ბავარიული მდოგვი. დაახლოებით 2 ჩაის ყოვზი. გავჭოთ ახლა ლიმონი შუაში. და მოვაწუროთ. არ დაინანოთ, კარგად მოვაწუროთ, იმიტომ რომ გემოსაძლევს ძალიან კარგს. არ დაგაუწყდეს ასევე მალილი და შავი პილპილი. ეხლა ეს შევკმაძოთ ერთმანეთში, ავურიოთ. შიგ თავში უკვე მზად არის ჩვენი როლების. დაგვრჩა მხოლოდ ავოკადოს დაჭრად ხელნაჭრებად. ავოკადო შეარჩიეთ რბილი, მწიფე. ეს ხა კიდე შუაში გავჭრათ, რომ უფრო მარტივად ამოვიღოთ. ესეც ასე. გავფრთხოთ ავოკადო, ეხლა უნდა დავჭრათ ხელნაჭრებად, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი როლების. ავოკადო დაჭრილია, ცოტა გოდით ესე მივწიოთ. ავიღოთ ახლა 1 ცალი ლავაში. შუაში, ლავაში შუა ნაწილში უნდა მოვათავსოთ ცოტა შიგ თავში, რომ არ დაგვეშალოს. და ახლა ეს უნდა გადავახვიოთ კარგად. აი ესე გვერდები გადავუკეცოთ და უბრალოდ ესე ძალიან მარტივი მოქმედებით გადავაბრუნოთ. გამოგვივა ესეთი საყვარელი ვრაპები, პატარა ვრაპები. ზუსტად ასე გავაკეთოთ მეორეც. ავიღოთ შიგ თავში. ავიღოთ 1 ცალი ავოკადო. ესეც ასე. ჩვენი ვრაპები მზად არის, გამოიყურება ძალიან საყვარელად, მინი ვრაპებია. ნუ მოკლედ, მოდი გავსინჯოთ ერთი. ძალიან მომეწონა. ბოსტნეული ზოგადად მიყვარს, ხახვიც ძალიან მიყვარს, ყველაფერი მიყვარს, რაც ამ ვრაპში არის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან მოეწონებათ, ამიტომ სხვებსაც გაუზიარეთ ეს რეცეპტი. თქვენ სახლებში მოვამზადეთ. სრული რეკომენდაცია ჩემსგან. მე კი ამ ვრაპებით, მომავალ რუბრიკაზე გევშთავებით. კეთილის სურვილებით, ნახვამდის. მადლობა ქეთას და როგორც უკვე აღნიშნეთ, მე სპორტის დრო არის ტრადიციულად დღეს ორშაბათია და ჯიჯი უნდა შემოგვერთეს სპორტული სიახლეებით პირდაპირი ჩართვით. ჯიჯი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ჯიჯი. რა თქმა უნდა სტადიონზე. დილამშვიდობისა დემე ანა მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. კი, გარეთ ჩართვით შემოგვერთით საინტერესო ამბით, მოკლედ საფეხბურთო კლუბ პორტუსის 3 ფეხბურთელი არის გამოძახებული საქართველოს 16 წლამდე ნაკრებში და ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. მოკლედ 9 და 11 ნოემბერს საქართველოში გაიმართება მოლდოვასთან ამხანაგური შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პორტუსის 3 ფეხბურთელია გამოძახებული. გეტყვით მათ სახელ და გვარებს, რა თქმა უნდა, ჯუმბერ დუმბაძე, ირაკლი კვაჭაძე და ნიკოლოზ კირიკიანი. მოკლედ ეს 3 ფეხბურთელი არის გამოძახებული საქართველოს ნაკრებში, რაც ძალიან კარგი მიღწევა კერძო კლუბისთვის და მოკლედ ისალოცი ამბავია, როგორც გავიგე ამ ამბავის შესახებ, რა თქმა უნდა, და უკავშირდი კლუბის ხელმძღვანელობას და გადავწყვიტე, რომ გამესაუბრა მოკლედ ამ ძალიან წარმატებული ამბის შესახებ და ჩვენთან ერთად ეხა იმყოფება ზუსტად ის ადამიანები, ვინც ამის ფუძემდებელია. ჯაბა ჭანტურია, საფეხბურთო კლუბ
პორტუსის დამფუძნებელი ჯავასთან გადავალ პირველი კითხვით. ჯავა პირველ რიგში გილოცავ ამ ძალიან წარმატებულ ამბავს. გეგა ამაღობელი იყო პირველი, ვინც გახსნა მოკლედ ფანჯარა საქართველოს ნაკრებში და ეხლა უკვე სამი ფეხბურთელით ვარ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. მითხარი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია აი ესე კერძო კლუბი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია არის დაფუძნდა, მაგრამ უკვე ამარაგებს საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელებით. შენთვის როგორც კლუბის დამფუძნებლისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტი? დილა მშვიდობის, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ახალი კლუბი ვართ. სულ რაღაც 5 წელია რაც ფუნქციონირებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ პირველივე დღიდან როცა ჩვენ კლუბს ვაფუძნებდით, უმთავრესი მიზანი ჩვენი და უმთავრესი სტრატეგია, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ გაგვეზარდა ისეთი თაობა, რომელიც გაუცილებლად გამოადგებოდა, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს და შემდგომში უკვე როგორც ახალგაზრდა, ასევე ეროვნულ ნაკრებს. ნუ ფაქტიურად თქვათ, რომ 5 წლის განმავლობაში ძალიან კარგ ტემპებით მივდივართ, იმიტომ რომ ერთბაშად სამი ფეხბურთელი ძალიან დიდი გამარჯვება კლუბისთვის და სხვათა შორის ეს არის უმაღლესი мотиваცია სხვა ასაკობრივი გუნდებისთვის და ზოგადად კლუბის წარმატების გზაზე ვფიქრობ, რომ ერთ პატარა წარმატებას მივაღწიეთ, ოღონდ ეს ამას არ ნიშნავს, რომ რაღაცა დასრულდა, რაღაცა დაიწყო, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ტემპით და რა თქმა უნდა, შემდეგი ჩვენი მიზნები იქნება უკვე სხვა ასაკობრივი გუნდებიდანაც მოხდეს ჩვენი ფეხბურთელები ასაკობრივ ნაკრებში, რა თქმა უნდა, ეს ამ ბიჭებმაც გააგრძელონ ეს ტენდენცია, მოხდეს შემდგომში u17-ში, შემდეგ u19-ში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, წარმატება მინდა უსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები აუცილებლად გვასახელებენ როგორც კლუბს, ასევე ჩვენ ქალაქს. კი ბატონო, ზაურისთან გადავალ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვისი აღზრდილიც არის, შეგვიძლია ვთქვათ, ვისი მომზადებული, ზაურ კეკელიძე, საფეხბურთო კლუბ პორტუსის და აი ამ ასაკის მთავარი მწვრთნელი, ზაურ, შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია შენი აღზრდილი ბიჭები საქართველოს ნაკრებში რომ მიიწვიეს? კლუბში მოგესალმებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ, როგორც თქვენ ასევე თქვენ მაყურებელს. ეს არის ორმაგაც სასიამოვნო, როცა მოგდის ეს ინფორმაცია, გუშინ მაგალითად თამაში მქონდა, თამაშიდან ჩამოვედი ბათუმის და შემოვიდა ინფორმაცია, რომ ესეც სამი ფეხბურთელი გამოძახებულია, ემოციისგან დაცლილი ვიყავი მთელი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა ერთბაშად სამი ფეხბურთელი, რომელიც უკვე ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებული და ჯერა ბიჭების წარმატების, ჯერა რომ ეს ბიჭები თავისი თვალს იტყვიან აუცილებლად და როგორც ჩვენ კერძო კლუბს გვეხმარებიან თავის თამაში და თავისი გამოცდილებით, ასევე დაეხმარება ჩვენს ასაკობრივ ნაკრებსაც, სადაც ბევრი წარმატება მინდა უსურვო, როგორც ამ ბიჭებს, ასევე მინდა სხვა ბიჭებისთვის ეს იყოს мотиваცია, რომლებმაც აუცილებლად უნდა მოინდომონ და უფრო მეტი უნდა იშრომონ, რომ ხვალდაზე ამ ბიჭებთან ერთად უკვე სხვა გვარები და სხვა სახელებიც იყოს გამოძახებული. ბიჭებზეც რომ მითხრა, მათი პოზიციები რითი არიან გამორჩეული, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში გამოძახება თითო ყველა ნებისმიერი ფეხბურთელის, ვინც იწყებს, ვინც თამაშობს, არის აუცნებო დამიხასიათო შენი აღსაზრდელები. კი, ირაკლი კვაჭაძე, მარცხენა მცველის თამაში შეუძლია, ესე ვთქვათ, ცენტრალური მცველის თამაში შეუძლია, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები ერთ და იგივეს ყველას, რომ სადაც არ უნდა დაჭირდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ნაკრებს, ყველა პოზიციაზე უნდა ვითამაშოთ და ეს მათთვის ძალიან ახლოა, იმიტომ რომ ხშირად გვიწევს შეგრძნების გაკეთება, სადაც ამ ბიჭებს სხვადასხვა პოზიციებზე უწევთ თამაში. ნიკოლოზ კერიკიანი, ასევე ცენტრალური მცველი, ჩვენი გუნდის ახალი წევრი, რომელმაც იმედები გაგვიმართლა და რავი, ნიკოლოზსაც მინდა რომ ბევრი წარმატება უსურვო, ცენტრალური მცველი. და ჯუმბერ დუმბაძე, ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი, ესე ვთქვათ, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ ხვალდაზე უკვე დიდი სიტყვა საფეხბურთო სამყაროში, მინდა ასევე ჯუბასაც წარმატებები უსურვო და ჯერა და იმედი მაქვს იმისა, რომ ეს ბიჭები თავის თვალს იტყვიან აუცილებლად. კი ბატონო, ბიჭებთან გადავალ. როდის გაიგე შენ პირადად ვინ გითხრა, ნაკრებში იყავი გამოძახებული და პირველი ემოციები რა იყო? ეს ყველაფერი გავიგე გუშინ, თამაშიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით და ჯაბა მასწავლებელმა ჩატში დაწერა, რომ ნაკრების გამოძახება იყო და დაგვასახელა ჩვენ სამი ფეხბურთელი, რომ ნაკრებში გამოძახებულები ვიყავით და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო თავდაპირველად. შემდეგ რომ გავიაზრე, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებში მიტედა თამაში, ორმაგი мотиваცია მომეცა, რომ თავი დამემკვიდრებინა იქ რუსთავში. აი შენთვის აი ნაკრების მაისური რო უნდა ჩაიცვა 19-ში და 11-ში, აი რამდენად მნიშვნელოვანია და რას მოგცემ სამომავლოდ შენი წარმომიდგენია ხო მე რო ფეხბურთელი ვიყო და ნაკრებში გამომიძახო, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო, აი შენი ემოციები რა იყო? თავიდან ეს ამბავი რო გავიგე, ძალიან მოხარული ვიყავი, ემოციებით ახსავსე და ჩემი აზრით ნაკრებში გამოძახება არის ყოველი ფეხბურთელის ოცნება და ეს ჩემი ოცნება, მეც ავიხდინე და ძალიან დიდი პატივი იქნება ჩემთვის ნაკრების მაისურით თამაში. შენც რომ მითხრა, რასაც გამოგიძახის ნაკრებში შენი პირველი ემოცია? ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმისთან მიუხედავად რომ პირველად არა მეორედ გამომიძახეს, ზუსტად იგივე გრძნობა იყო. და რავი, როდესაც თამაშის წინ შენს სიმღერი ძალიან საპასუხისმგებლო ვსებრო და ძალიან სამოტივაციო და რავი, ძალიან საინტერესო ყველაფერი კარგია მაგრამ.
გილოცავ კიდევ ერთხელ ბიჭებო, ჯაბა შენთან გადმოვალ კიდევ ერთი კითხვით. რამდენად მარტივია საქართველოში აი ესე კერძო კლუბი იარსებოს და მიუხედავად იმისა, ძალიან დიდი კონკურენციაა, თან ბოლო პერიოდში ბათუმში ძალიან ბევრი კლუბი გაიხსნა და რამდენად მარტივია ესე იფუნქციონიროს საქართველოში კერძო კლუბმა და თან ესე წარმატებულად, იმიტომ რომ ნაკრებში გამოძახებული 4 ფეხბურთელი არაა პატარა ამბავი გუნდისთვის. ნამდვილად. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის გარემო გაგრძელდეს, კიდევ უნდა დაფუძნდეს ბევრი ახალი კლუბები ჩვენ ქალაქში, იმიტომ რომ ზუსტად ამ კონკურენციის ერთ-ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ გუნდმა და ამ ბიჭებმა ზოგადად ამ კონდიციებს მიაღწია. ერთ-ერთი პირველი, რაც ჩვენ შევძელით წლების განმავლობაში იყო ის, რომ ელიტ ლიგა ვათამაშეთ ეს გუნდი 2 წლის განმავლობაში და ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმა, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა ტურში მათ ჰქონდა შესაძლებლობა ეთამაშათ დინამო თბილისზე, ლოკომოტივზე, საბურთალოს, რამაც ძალიან დაგვეხმარა ჩვენ ზოგადად ამ ბიჭების აღზრდის პროცესში და ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკურიც იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგი ასპარეზობა გამოგვივიდა ჩვენ ასევე ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე, ბათუმის თასზე, სადაც წარმატებული ევროპული კლუბები მონაწილეობდა და აღსანიშნავია, რომ გუნდმა იქ მესამე ადგილი დაიკავა, მესამე ადგილზე შეხვედრაში ჩვენ ვალენსიის აკადემია დავამარცხეთ, აბსოლუტურად ყველა შეხვედრას ესწრებოდა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი და იქ მოხდა ამ ბიჭებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ მე მინდა ვთქვა, რომ ამ გუნდში არის კიდევ ფეხბურთელები ისეთი, რომლებსაც მართლაც თამამად შეუძლია თავისი სიტყვა თქვან ასაკობრივ ნაკრებში და თქვენ როგორც აღნიშნეთ გიგა და ჩვენ გვახსენეთ, გეგა ამაღლობი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მერცხალი იყო ამ მიმართულებით, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ასევე და ასევე სხვა ბიჭები, რომლებიც მე დარწმუნებული ვარ, მათაც მიეცემათ საშუალება, რომ თავის სხვა თქვან. ვიცი რომ ესპანეთში იყავი, რაღაცას მოლაპარაკებები არის ფეხბურთელების ამ მიმართულებით რა ხდება? გეგა ყავდა თუ არ ვცდები ესპანეთში საყვანილი, აი ამ მიმართულებით რა ხდება? ხო არ არის რაღაცა იმის შანსი რომ ესპანეთში ვიხილოთ მალე შენი აღზრდილი ფეხბურთელები? კი, რა თქმა უნდა, ორი ძირითადი მიმართულებით მიდის მოლაპარაკება. ერთი არის ჯუბა დუმბაძე, რომელიცაც ისევე როგორც ესპანელები, ასევე პოლონელები ინტერესდება და მეორე არის გეგა ამაღლობელი, რომელიცაც მადრიდის გუნდი დაინტერესდა, მაჯადახონდა. აქ არის საუბარი უკვე კონკრეტულად ლოჯისტიკურს და ტექნიკურ საკითხებზე, საცხოვრებელი, კვება, სწავლა და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემების მოგვარების შემთხვევების შემდეგ უკვე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება. ყველაზე მთავარია, რომ ამათ მომათ თავი მოაწონეს ბიჭებმა, მათგან კლუბიდან არის ძალიან დიდი ინტერესი, რომ ბიჭები წავიდნენ, უბრალოდ მნიშვნელოვანია გარკვეული პროცედურების მოგვარება, რათა უკვე ამათ შეძლოთ წასვლა და თავის კარიერის უსხვერში გაგრძელება. და ბოლო კითხვას დავსვამ, ეს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები გასაგებია, მაგრამ არის თუ არა კიდე ეტყობა თუ არა ვინმეს კოჭებში, რომ კიდე შეიძლება პორტუსიდან გამოიძახონ ნაკრებში. ეს מחარებს ზუსტად რომ ამ გუნდის პარალელურად არის ასაკობრივი გუნდები, სადაც უამრავი ძალიან ჭერი ახსაზდელია და ვფიქრობ ჩვენც გავგზავნა ამ ბიჭებმა და ამ გუნდმა, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით დაგვანახეს გარკვეული გზები და სწორი მიმართულება, რასაც ჩვენ უკვე ვცდილობთ რომ სხვა ასაკობრივ გუნდებში დავნერგოთ და გამოვიყენოთ და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად არის განსაკუთრებით გამოყოფილი 2013, ასევე 2014, ასევე 2015 წელს დაბადებულ ჭაბუკებს, სადაც არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება, ასევე მომავალი წლიდან უკვე ჭაბუკთა ლიგაში 2011-იანების ჩაერთვება და გარკვეული ინტერესი უკვე განვითარების კუთხით მათ მიმართ ერთვება, ასევე შევესწრებით 2012 წელს დაბადებული ჭაბუკების გუნდის მიმართულებითაც გარკვეული რეფორმები ჩავატაროთ და მივიღოთ ის რესურსი, რომ ამ ბიჭების დაწყებული გზა ლოგიკურად და სწორად გააგრძელოთ. მადლობა, ჯაბა, მადლობა ბიჭებო, მადლობა მთავარმწვრთნელო. მოკლედ ჯუმბერ დუმბაძე, ირაკლი კვაჭაძე და ნიკოლოზ კირიკიანი დაიმახსოვრეთ ეს სახელები ძალიან მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე დარწმუნებული ვარ. თან ყველაზე კარგი ის არის, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტად ეხა თავარ ნაკრებზე მაქვს საუბარი, ყველაზე მეტად დაცვაში უჭირს თამაში და შესაბამისად აი ეს ორი მცველი და ერთი თავდასხმელი, მოკლედ მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გააძლიერებს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, სულ ახალგაზრდები არიან, ჯერ ეხა იწყებენ დიდ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას და დარწმუნებული ვარ ბათუმიდან არაერთი ფეხბურთელი შეუერთდება მოკლედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ესეთი იყო ჩემი ჩართვა, წარმატებები ბიჭებს, ეხა კი დემეს და ანას უთმობ ეთერს მე კი თქვენთან ერთად. ნამდვილად წარმატებები ბიჭებს, მადლობა ჯიჯი ამ ინფორმაციისთვის, გემშვიდობებით ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა დრო არის შევიხედოთ ინტერნეტში და ვნახოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური ვებსიახლეები დილის ტალღაში. პარასკევს 31 ოქტომბერს ჰელოუინი ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად აღინიშნა ტრადიციულად საღამოს
17 საათზე აღლუმი გაიმართა ნიუ-იორკში ჰელოუინის კოლონა არალის ქუჩიდან გავიდა და მე-6 ავენიუს გასწვრივ მე-15 ქუჩისკენ გაემართა. წლევანდელ ზეიმზე წარმოდგენილი იყო ასობით გიგანტური თოჯინა, 50-ზე მეტი მუსიკალური ჯგუფი, ყველა სტილის მოცეკვავა და ათასობით ნიუ-იორკელი კოსტიუმებში. აღლუმის თემა პიკნიკი იყო, იგივე პოტლაკი, რაც ყველაზე პოპულარული წვეულების ფორმატია ამერიკაში. ყველას, ვინც მოდის, მოაქვს 1-2 კერძი, გემოვნებით ყველაფერი საერთო მაგიდაზეა მოთავსებული და შედეგის მრავალფეროვანი მენიუა. მონაწილეებს შეუძლიათ ჰელოუინის აღნიშვნა ამ ურბანულ დღესასწაულზე ერთ-ერთი ინგრედიენტის ძირითადი კერძის ან დესერტის კოსტიუმებში ჩაცურებით. მხატვრულმა ხელმძღვანელმა ჟანა ფლემინგმა ეს თემა აერჩია, რათა გააერთიანებინა ადამიანები განხეთქილებისა და კონფლიქტის რთულ პერიოდში. მსოფლიოში შიმშილის კრიზისმა გვაიძულა დავფიქრებულიყავით იმაზე, თუ რა აერთიანებს სინამდვილეში ადამიანებს. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა გულუხვი ზეიმი, სადაც ყველა თავის უნიკალურ წვლილს შეიტანდა, რათა ყველამ თავი უფრო დიდი მთლიანობის ნაწილად იგრძნოს. ეს არ არის აღლუმი ერთი ჯგუფისთვის, ეს ყველასთვის აღლუმია. ერთად კვება სულს კვებავს. უძველესი დროიდან საჭმელი ადამიანებს სუფრის გარშემო აერთიანებდა სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თემად პიკნიკი დაგვეყენებინა. განმარტა ფლეგმინმა. ნიუ-იორკის ქუჩებში მსვლელობას რა თქმა უნდა ფონად მაიკლ ჯექსონის ცნობილი ჰიტის სიმღერა თრილერი ახმოვანებდა. ფონად და ათასობით კოსტიუმირებული მოქალაქე ჯექსონის ცნობილი ცეკვით მიაბიჯებდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. მე არ ვიცი ახლა ჟღერს თუ არა ჩვენს ეთერში ამ მუსიკის ხმა, თუმცა კი ბატონო, შეგახსენებთ, რომ ჯექსონის ეს ნამუშევარი 1950-იანი წლების საშინელებათა ფილმების გავლენით არის შექმნილი. მის ყველაზე ცნობილ სცენაში ჯექსონი და სხვა მსახიობები ზომბების სახით ცეკვავენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსისთვის არ იყო მოსაწონი, რადგან ოკულტური თემა და ძალადობა იყო ინსცენირებული, ვიდეო უმალვე პოპულარულად იქცა და სხვა კრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული. 1984 წელს იგი ნომინირებული იყო MTV-ს მუსიკალური ვიდეოების ჯილდოს 6 კატეგორიაში. ასე რომ ეს სიმღერა და კლიპის ინსცენირება, როგორც წესი, ტრადიციად იქცა ყოველწლიურად ჰელოუინის შოუში ერთ-ერთ მთავარ სახალხო ნომრად. ესეთი ამბები ხდებოდა პარასკევს 31 ოქტომბერს ნიუ-იორკის ქუჩებში. ჰელოუინ დონალდ და მელანია ტრამპმაც აღნიშნეს თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბავშვებს დღესასწაულის კოსტიუმებში მიესალმა და ტკბილეული გაუნაწილეს. სხვადასხვა ოჯახები, სამხედროები, სამართალდამცველები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების მშობლები ტრამპების ოჯახის ტრადიციულ ღონისძიებაზე trick or treat შეხვდნენ. დონალდ და მელანია ტრამპები აღფრთოვანდნენ ბავშვების კრეატიული კოსტუმებით, მათ შორის იყვნენ ტყუპები ფილმიდან ბრწყინვალება, ადამსების ოჯახი, ჩიერლიდერები, მერფლავი პრინცესები და ჯადოქრები, მაკდონალდსის თანამშრომლები და მრავალი სხვა ყველაზე მეტად კი მათ ის ბავშვები მოეწონათ, რომლებიც თავად დონალდსა და მელანიად იყვნენ გამოწყობილები. ოქტომბრის ბოლო კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციულად აღინიშნება ჰელოუინი, საშინელებების დღესასწაული, როცა ადამიანები ცნობილ ან საშის პერსონაჟებად გარდაისახებიან. 12 წლის ნორტ ვესტმა, კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ქალიშვილმა ამ დღესასწაულისთვის რამდენიმე განსხვავებული ლუკი მოირგო. დედასთან და ბებიასთან, კრის ჯენერთან ერთად. ასე რომ ტრამპების ოჯახმაც აღნიშნა მოკლედ ეს დღესასწაული. დღესასწაული ქვია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიანაც უყვართ ეს ყველაფერი. TikTok-ზეც შემდგა არაერთი ვიდეო, რაც ბუნებრივია და ერთ-ერთი იყო ტრენდი მაიკლ ჯექსონის სიმღერაზე, ესე იკეთებდნენ სხვადასხვა ნიღავს და ნენელა ემატებოდა ყველა შტრიხი, რაც საინტერესოა. და ყველამ როიცის ამ ცეკვის ილეთები 10,000-ობით ადამიანები გამოდიოდნენ, მოკლედ და ამ ყველაფერს სინქრონში ჩვენირად გაართვეს თავი. ამასობაში შესრულდა ზუსტად 9 საათი და ბუნებრივია აჭარის ტელევიზიაზე ახალი ამბების დრო მოვიდა და სოფო ხელაძე უკვე პირდაპირ ეთერში ყავს. სოფო დილამშვიდობის. დილამშვიდობის. საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს 9 საათზე მე მოგიყვებით.
სამარყანდში იუნესკოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს სათანადო წარმოჩენაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო წყების ხელმძღვანელმა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაზე გაკეთდა. მისი თქმით, არაერთი ღონისძიება მიეძღვნა ქართული კულტურის ძეგლებს, რომლებიც იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობად. ისაუბრეს იმ საკითხებზეც, რომლებიც იუნესკოს ფარგლებში შესაძლოა იყოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მუშაობის ფოკუსში. თბილისში პოლიციამ აქციის 3 მონაწილე დააკავა თავისუფლების მეტროს მიმდებარედ. აქციის სხვა მონაწილეების ინფორმაციით, მათი სამართალდამცველების მიერ აყვანა სავარაუდოდ გზის გადაკეტვას უკავშირდება. დაკავებულებს შორის არის 71 წლის აზატ ჩილაჩავა, რომელიც 22 ოქტომბერს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამხევად ცნო და გაათავისუფლა. ხეთყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს ვიდეო ხაფანგის საშუალებით. შემთხვევა ბოლნიში დააფიქსირდა. ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა ცხილა სახეობის 4 კუბურ მეტრამდე საშიში მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამოვლობის ავტომობილით ახორციელებდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაელუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეთყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში. ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყეში დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით სამართალდარღვევა გამოავლინეს. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, აკვეთათა გამოვლენა, გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ავიაკომპანია Vision Air-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აეროპორტების გაერთიანების ცნობით პირველი რეისი კიშინევი თბილისის მიმართულებით შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანეს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მხარების განცხადებით, ახალი მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. სერბეთის პოლიციამ ბელგრადში ეროვნული კრების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის 37 მონაწილე დააკავა. მედიის ინფორმაციით, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს მშვიდობისა და წესრიგის დარღვევაში მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, გუშინ ბელგრადში გამართულ აქციაზე სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია შაბათს დაიძაბა, როდესაც სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან 1 წლისთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ჰამასმა ისრაელს კიდევ 3 მძევლის მხედარი გადასცა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. მათივე ცნობით, ამჟამად მხედრები თელ-ავივში სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიკაციისთვის არიან გადასვენებულები, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლების მხედრებია, ჰამას 8 დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ჰამას ისრაელისთვის 28 მძევლის მხედარი უნდა გადაეცა. თურქეთის უმსხვილესმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ მეტი რაოდენობით არარუსული ნავთობის შეწყვეტა დაიწყეს. ამის შესახებ როიტერი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების თქმით, ერთმა უმსხვილესმა თურქულმა ქარხანამ, რომელიც აზერბაიჯანული კომპანიის სოკარის საკუთრებაში, ახლახან შეიძინა ნავთობი ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მიმწოდებლებისგან. როგორც როიტერი წერს, თვითმფრინავების ზომიდან გამომდინარე, მათი გათვლებით შესყიდული ნავთობი დღეში დაახლოებით 77,000-დან 129,000-მდე ბარელს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოკარი ნაკლებ რუსულ ნავთობს გამოიყენებს. ასევე, როგორც წყაროებმა როიტერს განუცხადეს, კიდევ ერთი მსხვილი თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტუპრასი, რომელიც თურქეთში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, ერთ-ერთი ქარხნისთვის ზრდის არარუსული წარმოების ნავთობპროდუქტების შესყიდვებს, რათა ევროკავშირის სანქციების დარღვევის გარეშე გააგრძელოს ევროპაში საწვავის ექსპორტი.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე ძიუდოისტთა შორის შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი 4-3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში 3-3-ზე კენჭისყრის შემდეგ გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება გიორგი ტერაშვილს მოუწია, რომელმაც მეტოქე იპონი დაამარცხა და საქართველოს 23 წლამდელთან ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობითი ასპარეზა ნინო ლოლაძე 57 კილოგრამი, გიორგი ტერაშვილი 73, ნინო წიგლაური 70, გიორგი ჯავნიაშვილი 90 კილოგრამ წვენი კატეგორიაში, ლიზი კვარცხავა 70-ში და შალვა ღურეშიძე 90-ში. ასეთი იყო ახალი ამბები 9 საათისთვის, მე ზუსტად 1 საათში შემოგიერთდებით. მადლობა სოფო, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა თქვენ უყურებთ. გადაცემა დილის წალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი ნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. დაელოდეთ დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 3 ნოემბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. ჩვენი გადამღები ჯგუფი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილს, თევზის ბაზარს ეწვია. გავიგებთ როგორია ფასები და რა არჩევანი გელოდებათ ზღვის პროდუქტების დახლებზე. რა არის ქონების გადასახადი, ვის ეკისრება მისი გადახდა, როგორ განისაზღვრება თანხა და ვისზეა გათვლილი ეს გადასახადი. ამ კითხვებზე პასუხს სტუდიაში ეკონომისტისგან მოვისმენთ. არ გამოგჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. როგორ გავიგოთ ვითარდება თუ არა ბავშვის სწორად და რას უნდა მიაქციონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება. სტუდიაში პედიატრთან ერთად ვისაუბრებთ ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე. რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სამაშველო დრონს, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლებს თანამედროვე ალგორითმების დახმარებით ადამიანზე ბევრად ეფექტურად ეძებს. გადაცემის მესამე ნაწილში ტრადიციულად ყოველ ორშაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ძნელაძეს. გაიგეთ რა ცვლილებები გელოდებათ კვირის განმავლობაში და როდის არის საუკეთესო დრო ახალი საქმეების დასაწყებად. და როგორც გადაცემის დაწყებისთანავე აღნიშნეთ, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენი კოლეგა ყობა ფარტენაძე უტყუარი ამინდის პროგნოზით. დილო მშვიდობისა კობა. დილო მშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმები ყველას. რა დიდებული ამინდია დღეს. კი ნახავდით დილიდან, მაგრამ უფრო მოიმატა ტემპერატურა 2 გრადუსით და ისე აღარ ცივა. ნუ ბუნებრივია უკვე დილით სიცივე, ვინაიდან კალენდარულად ნოემბერი გვაქვს, მაგრამ მადლიერი ვარ მაინც სამყაროს იმის გამო, რომ უფრო მეტად თბილა, ვიდრე შეიძლება რომ ციოდეს, ასე რომ გისურვებთ ძალიან კარგ კვირას, ახალი კვირა დაიწყო და საქართველოში მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე კვირა იქნება ძირითადად უნალექო და უმეტესად შესაბამისად მზიანი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში 24 გრადუსთან ახლოს, აღმოსავლეთ საქართველოში 15 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურები უახლოეს დღეებში, ხოლო სანაპირო კურორტებზე 23 გრადუსი, რაც დამათანხმებით ჩვენიერი ტემპერატურული ფონია ნოემბრის ამ პერიოდისთვის. ჩვენ უკვე გავეცანით პარასკევს თუ როგორი ნოემბერი გვექნებოდა საქართველოში, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ტექნიკური ხარვეზი იყო და გავიმეორებ, რომ საქართველოში ნოემბერი მიმდინარე წელს იქნება ნორმის ფარგლებში, ნალექების რაოდენობა ნორმაზე ნაკლები და მრავალწლიური მნიშვნელობასთან ახლოს და ხშირად გვექნება ტემპერატურა 20-25 გრადუსი, ასე რომ ძალიან სასიამოვნო ინფორმაციით და გაგახარეთ დარწმუნებული ვარ დილიდან. მოდი გადავხედოთ დღევანდელი დღის ტემპერატურულ ფონს და ისე მიუბრუნდები ამინდის გრძელვადიან პროგნოზს. ბათუმის ცენტრალურ პარკში ამ წუთას ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14 გრადუსია და დღის განმავლობაში ბათუმში 23 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. 22 გრადუსი იქნება ქობულეთში და მოსალოდნელი ასევე მზიანი დღე. ქედაში 21, შუახევში 21 და ხულოში +18 გრადუსი იქნება. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს +15 გრადუსი დაფიქსირდება და ასევე მაღალმთიან ზონაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ოზურგეთში 21, ურეკში 23, ლანჩხუთში 22, ჩოხატაურში 21, ბახმაროში 14 და ფოთში 23 გრადუსი იქნება, ისევე როგორც ანეკლიაში და მზიანი დღე.
სოხუმში 21, ზუგდიდში 22, კოპიტნარსა და ქუთაისში 24 გრადუსი, საირმეში 18, მესტიესა და ბორჯომში 16-17 გრადუსი, ბაკურიანში კი 12 გრადუსი ამასალდნელი უნალექო დღესთან ერთად. აბასთუმანში 15, ახალციხეში 18, გორში 17, ცხინვალში 16 გრადუსი, 16 გრადუსი იქნება თელავშიც და 15 გრადუსი დაფიქსირდება დღეს თბილისში. ცოტათი ცივა უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა კლიმატური თვალსაზრისით ეს სიცივე აღმოსავლეთში ასევე ნორმალურია და ბუნებრივია, დასავლეთში რამოდენიმე გრადუსით უფრო მაღალი ტემპერატურაა. დღეს ასევე ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 17-22 მეტრი წამში, ამიტომაც დასავლეთში ჩამოთვლილი ტემპერატურების მიხედვით უფრო მეტად თბილა, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ნაწილზე, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ახლა სანაპირო კურორტებზე ცივა და 20-22 გრადუსი ასევე არაჩვეულებრივი ძვირფასი ტემპერატურა ნოემბრის ამ პერიოდისთვის. მოკლედ არ გაგვიავდრდება უახლოეს პერიოდში, მზის ულტრაისფერი ინდექსი იქნება 5, ვერ გაირუჯებით, ესე რომ ვთქვათ, დროის მოკლე მონაკვეთში თუ აივნებზე მიეფიცხებით მზეს ან გარიაუზებზე, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში კვირდებით თუ მზეზე იქნებით, მაინც შეფერადდება თქვენი კანი. ზღვის წყლის ტემპერატურა 18 გრადუსია, ცივია უკვე წყალი, ვერ იბანავებთ, ვისაც გაქვთ ამის პირობები და არ გცივათ, ესეც შეგიძლიათ, მაგრამ სამაგიეროდ ყველა ვისეირნებთ გარეთ, ვისაც ამის შანსი და დრო გვექნება ამ კარგი ამინდების ფონზე. ასე რომ წინ მშვენიერი დღეები გველოდება და მეც გისურვებთ ამინდივით შესაბამის ღიმილიან განწყობას. მადლობა კობა, ჩვენს ანალოგიურად გისურვებთ და ხვალამდე დავიმშვიდობოთ. გემშვიდობებით კობა, მადლობა ამ არაჩვეულებრივი პროგნოზისთვის. ძალიან მიხარია, რომ კარგი ამინდები იქნება მომდევნო დღეებში, ასე რომ მოემზადეთ კარგი განწყობისთვის, თბილი ტანსაცმელისთვის და მზეზე გარუჯვის შესაძლებლობაც ყოფილა თურმე, იმიტომ რომ მზის ინდექსი საკმაოდ მაღალი იქნება. კი, ნამდვილად, ჩვენ საინტერესო თემით უნდა გავაგზავნოთ ახლა გადაცემა სიუჟეტის რომ მოვიდა ჩვენს ეთერში. ბათუმის თევზის ბაზარი ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დამეთანხმებით ალბათ. ყველასთვის ცნობილი ობიექტი აქ მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახის, საფასო კატეგორიისა და წარმომავლობის თევზელობას თავაზობს. ადგილზე არსებული არჩევანისა და ფასების ცვლილებების შესახებ მეტ ინფორმაციას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყო. ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე დილა თევზის ბაზარში ადრიანად იწყება. ეს ადგილი ბათუმის კულინარიული რუკის ყველაზე ხალხმრავალი წერტილია. არის ადგილობრივი ხალხი, არის შემოსული ხალხი, უცხოელები, ტურისტები, ძალიან მოსწონთ. ჩვენი ბათუმი მოსწონთ უცხოელებს, ჩვენი ბუნება მოსწონთ, ქალაქი მოსწონთ, ხალხი მოსწონთ. თავისთავად თევზი, ზღვის ნაწარი. ძალიან ბევრი კლიენტები მყავს, მაყოფილები არიან. წონაში არ ვიტყვილებით, ხარისხში არ ვიტყვილებით და ძალიან ბევრი კლიენტები ყავს. ყველაფერი შემოდის, ყველა დღე. შემოდის ყველანაირი თევზი. დორადო, სიბასი, ორაგული, ბარაბულკა, ყველაფერი შემოდის ყველა დღე. ახალ. თითქმის ყველაფერი გადის. ეს არის ადგილი, სადაც ერთდროულად ნახავთ ადგილობრივებს, რომლებიც საოჯახო სადილისთვის ემზადებიან და ბათუმის სტუმრებს, რომლებიც კულინარიული შთაბეჭდილებების ძიებაში არიან. ბაზარი განსაკუთრებით დატვირთულია საკურორტო სეზონზე, თუმცა პარასკევი, შაბათი და კვირა წლის მანძილზე ყოველთვის ხალხმრავალია. ამ დროს თევზის არჩევანიც ყველაზე დიდია. ფასები დამოკიდებულია თევზის ტიპსა და სეზონზე. მაგალითად, წითელი თევზი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილობრივი თევზია, დიდი მოთხოვნით სარგებლობს. რა პროდუქცია არის ადგილზე და ძირითადად რა საფასო კატეგორია არის? პროდუქცია თურქეთიდანაც ჩვენია. ხობულეთიდანაცა, ანუ ჩვენი თევზებიცა ძალიან ბევრი. ძირითადად თურქეთიდან დორადო სიბასი მოდის და ჩვენი არის კამბალა, ბარაბულკა, სტავრი და მერლანკა, სარგანი, ანუ ეს ჩვენია ყველა. ორაგულიც ჩვენია და ვასეტრინაც ჩვენია. აქვე არის მეთევზეთა უბანი, საიდანაც ნავები ზღვაში გადიან და მეთევზეები ბაზარს ახალი პროდუქტებით ამარაგებენ. გარდა ზღვის პროდუქტების შეძენისა, შესაძლებელია თევზის ადგილზე გასუფთავება და მომზადებაც. ობიექტზე რამდენიმე პატარა ღია სამზარეულოა მოწყობილი, სადაც შენაძენის დაგემოვნებას შეძლებთ. ჩვენი ადგილობრივი საყვარელი თევზია სტავრი და მერე მოდის ბარაბულკა. ტურისტებმა იცენ უფრო დორადო, სიბასი, ორაგული. ჩვენ თავაზობთ ამ ჩვენ ახალ თევზს, აი ადგილობრივ შავი ზღვისას. ოქროს ფასი ხო იზრდება?
თევზის ფასიც ეგრე იქნება. ფუფუნების საგანი გახდა. ამ სეზონზეც მოიმატა, წინა სეზონზე თავისებურად მოიმატა და სულ იმატებს რა. რამდენი წელია რაც აქ მუშაობ? 35 წელი. აქ. და ისე ქვემო წერეთელზე მუშაობდი, ბებო თევზის ქათმების ბაზარი რომ იყო იქ. თითქმის 46 წელი აჭარაში ვარ, აქ ბათუმში. ყველაზე მეტად რომელზე არის მოთხოვნილება? ყველაზე დიდი მოთხოვნილება ამ პერიოდისთვის არის ბებო რა თქმა უნდა ხამსა, რომელიც ბათუმი ძალიან სიამოვნებით ყიდულობს, როცა ეგ სეზონი მოდის. ამ დროს არის ყველაზე საყვარელი კიდე იგლა. როცა ჭარბი რაოდენობით იჭერენ, ბიჭები თითქმის ზედმეტნაკლებად უფრო ფასდაკლებით გვაძებენ და როცა უკვე 20 კილოზეა, 15 კილოზე თვითონვე უმაღლებენ ფასდებს. აქ ახლა რაც იხედება სარგანი, ბარაბულკა, კეფალი, ღორჯო, მერლანკა, სტავრიტკა, ბარაბულკა ჩვენი სარფში იჭირება, გორიოში იჭირება, ციხის დილზე იჭირება, ადლიაში იჭირება, ძალიან გემრიელი თევზები შემოდის ამ კუთხეები და სულ ახალ. და ხალხიც შიშიც არ მაქვს, რომ მაგენი საყვედურს იტყვიან, რამე პრობლემა იქნება არასდროს. ადგილობრივებში ყველაზე პოპულარული არის კამბალა, ცოცხალი, არის ასეტრინა, არის აღიარებული სარგანი, უგემრიელესია, ბუნებრივია და ბარაბუკა სამეფო. თევზის ბაზარი ქალაქის ცხოვრების ნაწილია. აქ მოსული სტუმარი ყოველთვის შეძლებს იპოვოს ის, რაც სურს. დაუბრუნდით ეთერში ბათუმი საზღვაო ქალაქია და ბუნებრივია ზღვის პროდუქტები ყველას ძალიან უყვარს, განსაკუთრებით აი ზღვის სანაპირო რესტორნებში, როდესაც სტუმრები ჩამოდიან, იქ მირთმევა ყველაზე ისეთია სასიამოვნო და გემრიელი, თუმცა ზღვის პროდუქტები საკმაოდ მაღალ ბიუჯეტური პროდუქტია მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში. როგორ დავგეგმოთ ისე სწორად ჩვენი ბიუჯეტი, ოჯახური ბიუჯეტი, ისე რომ მოვერგოთ იმ ყველაფერს, რაც გემრიელიც არის და პრინციპში ჯანმრთელობისთვისაც კარგი. მოკლედ სტუმართან ერთად გიორგი კასრაძესთან ერთად უნდა ვისაუბროთ ეკონომისტი გიორგი კასრაძე, დილამშვიდობისა, მოგესალმებით. სალამი. და დავიწყოთ საუბარი საშუალო ხელფასი საქართველოში 1500 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, რამდენად აქვს ქართველ მოქალაქეს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ზღვის პროდუქტები მიირთვას ოჯახთან ერთად წავიდეს გემრიელ რესტორანში და მოკლედ ისიამოვნოს. და რამდენად მარტივია ზოგადად სწორად დაგეგმო ბიუჯეტის ისე, რომ არ შეძლოს ხო რა. დაგეგმა მარტივია, ოღონდ შესრულებაა ყოველთვის რთული, ეგ გვიჭირს ყველას რა. როგორც წესი მიღებულია, რომ ჩვენი შემოსავლების 50% ხარჯავთ იმ საჭიროებებში, რაც გვაქვს. 20% ჩვენს 30% ჩვენს სურვილებში და 20% უნდა შევინახოთ. აი, ყოველთვის ეს როგორც წესი. ეგ როგორც წესი. თუმცა რომელია სწორი? სწორიც არის, ამიტომ რომ ყველას უჭირს აი რა 20% ბევრია თანხა, იმას რთული არის მე ამის გადანახვა, რაღაცა უცებ ამოვარდება, უცებ გადახდა დაგჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში შესაძლებელია მარტივად უბრალოდ უნდა გავაანალიზოთ თქვა ბოლო 6 თვის განმავლობაში რა ხარჯები გქონდა, მარტივია ჩვენ ბანკიდან შეგვიძლია ყველა ბანკით მომსახურებით წარდგოთ, ამოვიღოთ და ნახოთ თქვა რაში დავხარჯეთ, ისეთში რაში შეგვიძლია არ დაგვეხარჯა, ხო? ანუ რაღაცები უნდა მოვიკლოთ, თუ არაფერი არ მოვიკლოთ, ვერ დავზოგავთ. ხო, რაღაცებს ვიკლოთ, რაღაცებს ვზოგავთ. აი 2000 ლარა 1700-დან 1500 1700 ლარია საშუალო ხელფასი. დიახ. დაახლოებით რო წარმოიდგინოთ 200 ლარი ყოველთვიურად რო შეინახოთ სადღაც 20 წლის განმავლობაში და ეს დღეს პროდუქტები იძლევა ქართული კომპანიები ფასიან კაღალდებს უშვებენ და უბრალოდ ამ ფასიან კაღალდებში ყოველთვიურად რო დააბანდოთ. სადღაც 20 წელიწადში ამ 200 წელი ძალიან ბევრია. ხო, მაგრამ 200.000 გექნება 200 ლარობით, ხო? მეც თუ ჩადებ, მეტი გექნება. ბუნებრივი. ანუ არც ისე რთული ან დაზოგვარ და როგორია რომ აი ბევრი თანხა თუ 1000 ლარი არ შევინახე ყოველთვის არაფერი არ გამოვა. მარტივად 200 ლარობით შეიძლება 20 წელი ხა
20 წლის წინ რო შეგეხედა და ეხლა რო გეთქო 200 ლარი რა არის და შეგენახა დღეს 200,000 ლარზე მეტი გეკრებოდა, ხო? ანუ საკმაოდ დიდი იმას იძლევა. საინტერესოა თუ გქონთ თქვენ მსგავსი გამოცდილება თუ დაგიგროვებიათ აი ოდესმე აი მსგავსი მე ვცდილობ რომ წელიწადში ერთხელ ესე ვთქვათ rebalancing-ი გავაკეთო და ჩემი 6 თვის შემოსავლებს ნახულობ. რაღაც ზედმეტები რაც მაქვს დახარჯული ვცდილობ რომ ისინი აღარ დავხარჯო და სხვადასხვა ბანკებს აქვთ ხო სხვადასხვა ტიპის ბარათები, ბონუს ბარათები, რომლებიც გადახდის დროს ავტომატურად რაღაც გაჭრის. კი, ავტომატურად გაჭრის. ეგეთი პროდუქტებიც არის, რომ ავტომატურად გაჭრის და გენახება ეს თანხები, ხო? თან ლარზე საკმაოდ მაღალი პროცენტია ეს ბოლო პერიოდები და საკმაოდ კარგად შეიძლება ამ დაზოგვაზე პროცენტის მიღება. ასე რომ არც თუ ისე რთულია თუ სწორად დაგვეღო. იცით რას დავაკვირდი? აი რაც უფრო მაღლდება შემოსავალი, მით უფრო ხარჯებიც იმატებს და ამ შემთხვევაში ეს ადამიანური ბუნება რომ მოთხოვნილებებიც იზრდება თუ აი ხომ შეიძლება რომ თქვა ხელფასი მოგემატა, ხო შეიძლება რაღაცა გადანახვის ხო მეტი დაზოგოთ. ხო, დისციპლინამდე მივდივართ საბოლოო ჯამში ყველაფერზე რა, ანუ რო გვეძდება ხა შემოსავალი ჩვენც ახლა ჩვენ თავს გვინდა პატივისცემთ, ხო? ბევრი ვიშროეთ, ბევრი შემოსავალი ვიყიდეთ და უფრო მეტი გვინდა დავახარჯოთ ჩვენ თავს. მაგრამ სულ სწორი არ არის ეგ, ხო? ანუ შემდგომ მომავალ პერიოდში გვექნება უკვე დანაზოგები აღარ გვაქვს, ხო? სასურველი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკეთებ. თუმცა რთულია და ერთხელ შეიძლება არ გამოგვივიდეს ორჯერ, მაგრამ თუ ვცდით პერიოდულად ჩვევაში უნდა ჩაჯდეს, რომელიც გვექნება უკვე, იმიტომ რომ მართლა ხო 200 ლარი არაფერი თანხა არა, ყველა შეუძლია, ყველა თვე 200 ლარი. რაღაცისთვის შეიძლება არაფერია თუმცა. ხო, ნუ ახლა თუ გავითვალისწინებთ საშუალო ხელფასი, ანუ 1700 ლარია, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუძლია, ხო? ანუ არ არის ახლა მართლა 200 ლარი ისეთი რაღაცა. აი კოქტეილი ღირს 25-30 ლარი თითო, ხო? 4 კოქტეილის 4 კოქტეილის თანხა გადადე. ყველა კვირას 4 იმ შემთხვევაში თუ ისა შემოსავალი არასტაბილური, ამ შემთხვევაში რა შეიძლება ვთქვათ? გამომუშავებაზე როცა ადამიანი და ხო, მაგრამ რაღაც საშუალო ხო არის, მაგრამ ეხლა თუ შემოსავალი არ გაქვს, ვერ დაზოგავ ვერავის და თუ რაღაცა არის რაღაცა ხო არის საშუალო რაც გამოგდის. ანუ შეიძლება ერთ თვეში ნახევარი ხელფასი, ნახევარი თანხა გქონდეს, მეორეში მეტი, მესამეში. მაგრამ საშუალოდ ხო მსგავსი თანხებია. ამიტომ მაინც მარტივად, ნუ დაგეგმა მარტივად შეიძლება. კი, ესე მარტივად შეიძლება დაგეგმათ ვისაუბროთ, მაგრამ მე ჩემ გამოცდილებას კითხვით ახლა ვერასოდეს ვერ ვუყრი, ესე ვთქვათ, ფულს თავს, რადგან ახალი ტექნიკა თუ გამოვან რაღაცა ახალი საათი ან ახალი რაიმე, ახლა არ დავასახელებ ერთ-ერთ კონკრეტულ ბრენდს მობილური, ყოველთვის მინდა რომ მქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის პასუხისმგებლობა გაკისრია ჩემო დემეტრე, თუმცა როცა ოჯახი აქვს ადამიანს არჩენი. არა, მაგალითად ეს მაგალითი, კარგი მაგალითია რა, რას ვთქვი, იმიტომ რომ აი ხო არაფერს აქ ეხა წინა წელს თუ ერთი ამ ეგ კომპანიის მეცხრე მოდელი გამოვიდა მე-10 მოდელი რო არ იყიდო და მე-12 რო იყიდო ხო არაფერი ისეთი განსხვავება არა სამაგიეროდ განსხვავება არის ერთი წლის დანაზოგი შენატანი შეგიძლია გააკეთო უბრალოდ იმისთვის რომ არაფერი ფიჩერი არ გემატებს დიდად არაფრით არ უმჯობესდება შენი ცხოვრება 9 მოდელი გექნება თუ 10 მოდელი ზუსტად თუმცა რახან თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ ახლა პრინციპში ვერაფრით ვერ გაგიშვებთ ისე რომ ის ყველაზე აქტუალური თემა რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა მძვინვარებს საქართველოში აქედანაც 1-2 კითხვა არ დაგისვათ ქონების გადასახადი რომელიც როგორც აღმოჩნდა ჩემთვისაც სიახლეა თურმე 20 წელი არსებობს ეს კანონი მაგრამ ჩვენ რატომღაც ახლა ავხმაურდით და რაღაცა სოციალურ ქსელებშიც აი ეს ყველაფერი მეტად გაჟღერდა და ყველა მეორე ამაზე საუბრობს და განხილვადი გახდა. რატომ გახდა ახლა ასე? რატო გახდა? არ ვიცი მართალი გითხრათ, ეს კანონი დიდი ხანი არსებობს, ვისაც შემოსავლები აქვს, თქვა 40,000-ზე მეტი ოჯახის შემოსავლები თან, ანუ თუ ერთად ცხოვრობს, საოჯახო მეურნეობას გახენ, თუ ერთად ცხოვრობს ორი ადამიანი და იმათ შემოსავალი წელიწადში 40,000-ზე მეტი აქვს, ეგ საშემოსავლოს ჩათვლით. და საპენსიოს, ნუ მნიშვნელობა არ აქვს, ხელფასი შემოსავალი იქნება თუ ზოგადად სხვა რამე შემოსავალი, იხდის ქონების გადასახადს. ყოველთვის ესე იყო
და იხდიდნენ მოქალაქეები? ეგ არის თვით დეკლარაციაზე, ანუ მე შემიძლია ჩემი ქონება საბაზრო ფასის პროცენტული განაკვეთია, საბაზრო ფასაც მივადგენ, მე შემყავს რამდენია, თვით დეკლარირება აზია. ანუ მოსახლეობის, რა ვიცი, ბევრ შეყავდა ჩემს ნაცნობებს, ვისაც ჰქონდა და მეც პერიოდები, როცა გვიწერდა გადასახადი დეკლარაციას, ეხლაც ჩავაბარე დეკლარაცია. ანუ მოქალაქის კეთილნებაზეა ესე გამოდის თუ? თვით დეკლარირება, თუმცა შეუძლიათ რომ მოგედავონ. მაგრამ მოქალაქის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული თვით დეკლარაცია. თუმცა 20 წელი რომ არავინ არ მოგდავებია. თუ მე არ გავწდინე. არაცედენ ეგეთ ყურადღებას ეთყობა, ჩემი აზრი ეხა გამიშდა ეს რო თქვი რატო არ გასწევენო. იმიტომ რომ საშუალო ხელფასი 500 ლარი იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აღწევდა და ეხა ერთ საშუალო ხელფასი თუ 1700-ია ორი ოჯახის წევრი თუ არის უკვე ახტება ამას და ანუ მოსახლეობის ნახევარზე მეც უკვე ვალდებულება წარმოეშვა გადახდის და მანამდე ამდენი არ იყო. კი ბატონო, მაშინ გამოდის რომ ესე იგი 20 წლის წინ მიღებული კანონი გადახედვას საჭიროებს, ხო? ლოგიკურად ასეც არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის თანხები 40000 ზღვარი რაც მაშინ იყო დაწესებული უკვე არ არის რელევანტურია რა, უკვე არ არის ეს შემოღებული იყო იმისთვის რომ მოსახლეობას რომელსაც დაბალი შემოსავლებია კიდე ტვირთად არ დაწოლოდა ეს. მაგალითად ვიღაცას იმით მიიღო, მემკვიდრეობით მიიღო, არ უყიდია, ხო? რაღაცა ქალაქის ცენტრში მიიღო ქონება, რომლის ფასი 9 მილიონი დოლარია დღეს, მაგრამ იმის შემოსავალი 40000 ლარია. ის საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს ამ ესე პროცენტულად როგორ არის ეს ვერ მივხვდი, თქვა 40000-ზე ვარ ზუსტად, თქვა ოდნავ. ზუსტად პროცენტები არ მახსოვს 0.3-ია, შემდგომ 100000-ზე ზევით კიდე იზრდება და ანუ 1% ხდება 100000-ზე. ანუ 1% უკვე ძალიან დიდი თანხა გამოდის რა, ვისაც 100000-ზე მეტი აქვს შემოსავალი 40, ნუ დაბალ შემოსავლიანებისთვის ისიც საკმაოდ დიდი თანხაა თუ ქონების ღირებულება, საბაზრო ღირებულება გაზრდილია და ქონება ძალიან გაზრდილია ფასი, ხო, მით უმეტეს ბათუმში ახლა ვიღაც შეიძლება მით უმეტეს თუ სესხით მაქვს ეს ქონება შეიძლება ნათესავმა იმან მშობლებმა დაგიტოვეს, ხო, ქონება და საერთოდ არც სესხი არც გადაგიხდია, მაგრამ არც კი ხო ქონება რო აღარ გიხარია. კი ბატონო. არის ეგეთი. ისე სხვა ქვეყნების გამოცდილება როგორია? არის ზუსტად, მაგალითად ინგლისში საერთოდ პრობლემა არის ქონების მემკვიდრეობის გადაცემაზე, იმიტომ რომ ბევრი მაგალითად ძველი სასახლეებია, რომელსაც მშობლები ვერ აძლევენ, ანუ შვილები არ იღებენ, იმიტომ რომ ხლა დიდი გადასახადია გადასახდელი, რომ არ უღირთ რომ ეს მემკვიდრეობა მიიღონ. და ნუ ბევრ ქვეყანაში თვითონ ყველა ქონების გადასახადი ყველა ქვეყანაშია და მსგავსი პრობლემები არის. ჩვენთან რატომ წამოიწია ამ თემამ ესე? აი, სავარაუდოდ ამას, აი, საშუალო ფენა, ანუ საშუალო ხელფასი გაიზარდა. მანამდე ვერ ხდებოდა ბევრი 40000 ლარი არ ქონდა სავარაუდოდ მოსახლეობის დიდ ნაწილს და უბრალოდ ბევრი მოსახლე დაფარა და უკვე გაუჩნდათ ინტერესი რომ აი რამეს ხო არ ვაშავეთ რაღაცა ხო არა, იმიტომ საგადასახადოს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მოგედაოს, იმიტომ რომ გეტყვის რომ არასაბაზრო ფასია და დაგაჯარიმებს. ნუ სინამდვილეში შეიძლება ის არც იცოდი, არც მანამდე არ ქონდა ეს გააზრებული და კი ბატონო. მოკლედ ასე თუ ისე ახლა ინფორმირებულები ვართ, მე მაინც იმედი მაქვს რომ 20 წლის წინ მიღებული კანონი გადაიხედება აუცილებლად და ეს 40000-იანი ზღვარი მოიმატებს, იმიტომ რომ პრინციპში ძალიან გართულდება ცხოვრება იმ სხვა რაღაცა გადასახადებთან ერთად კიდევ აი ეს გადასახადიც თუ ქონების გადასახადიც თუ დაემატება მოქალაქეს, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. გიორგი კასრაძე ეკონომისტი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. დღევანდელ რუბრიკა უნდა ვნახოთ. ახლა დღევანდელ რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ მე-12 კლასელებს, რომლებიც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სამაშველო დრონის შექმნაზე. საინტერესოა როგორ მიმდინარეობს დრონის შექმნის პროცესი, რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები და როგორია მათი სამომავლო გეგმები. ვნახოთ რუბრიკა და მალე დავუბრუნდებით.
მე ვარ ნიკოლოზ ბერიძე, 17 წლის. მე და ჩემი ამხანაგები ვმუშაობთ სამაშველო დრონის აწყობაზე. ეს იდეა მე გამიჩნდა 2023 წელს, როდესაც შოვის ტრაგედიაზე გავიგე. მაშინ არაერთი ადამიანი დაიღუპა. მაშინდელი დრონები იყო წვირი, არაეფექტური იმ მხრივ, რომ ძლებდა მაქსიმუმ 10-15 წუთი ჰაერში. ჩვენ კი მთავარ მიზნად ავისახეთ, რომ გამოგვესწორებინა ეს ორი პრობლემა, ანუ ფასი და ფრენის დრო. მუშაობა დავიწყე ჯგუფის შექმნით, დაახლოებით ამ ზაფხულს, ივლისში და გადავწყვიტეთ, რომ გაგვენაწილებინა პირველ რიგში სამუშაო. მე ვარ ინჟინერი ამ ჯგუფში, ჩემი მეგობრები გიო და ლაშა არიან პროგრამისტები. ჩვენს დრონში არის ორი ხელოვნური ინტელექტი. ერთის მიზანი არის, რომ ადამიანი თვითონ აღმოაჩინოს, მეორე კი არის ჩვენს მიერ შექმნილი ალგორითმი, რომელიც მთავარი მიზანი არის დინამიურად შექმნას გზა, რომელთაც ეს დრონი იფრენს. მე ვარ გიორგი საფარიძე, 17 წლის. მე ვმუშაობ AI-ის მიმართულებით და ჩემი მთავარი მოვალეობა იყო, რომ ადამიანის ძებნაში გამეწვრთნა AI. მე ვარ ლაშა გამეშვილი, 17 წლის და ვარ პროგრამისტი ამ გუნდში. მე ვმუშაობ, რომ დრონს ჰქონდეს ძლიერი ტვინი და მოძრაობა შეეძლოს. უმეტესად სიმულაციის შექმნა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ვნახოთ თუ როგორი ვარიანტი იქნება საუკეთესო. დრონის საწყობა არ არის მარტივი საქმე. არაერთი დრონი დავამტვრიეთ, არაერთი დრონი დაგვივარდა. მე რამდენი პროპელერები უკვე გავტეხეთ, ახლა კიდევ ჩამოგვივიდა, კიდევ უნდა გავტესტოთ. ჩვენ ამას ტესტავთ რეალურ პირობებში, ტყეში გავდივართ და თქვა გიო დარბის და დრონი ეძებს. ერთი კვირა დამჭირდა თვითონ მოდელის შექმნისთვის. მერე გაწვრთნისთვის ძალიან გამიჭირდა ვიდეოების და ფოტოების ნახვა, რომ გამეწვრთნა თვითონ AI და შემდეგ რომ გავწვრთნი, მივხვდი რომ ძალიან არაოპტიმიზირებული იყო თვითონ AI და კიდევ ერთი თვე დავხარჯე ოპტიმიზაციაში. უკვე საკმარისად ოპტიმიზებულია ჩემი პროგრამა და გადავდივარ AI-ის გაწვრთნაში, რომ სხვა ობიექტები ნახოს და ამით რუკა შექმნას. გიოს პროგრამის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შექმნათ დინამიური ალგორითმი, რომელიც იყენებს პროგრამისგან ინფორმაციას, რომ შექმნას შინაგანი რუკა. და ასევე გამოიყენებს მეორად რუკას, რომელიც პირდაპირ იყენებს რუკას სატელიტიდან. ჯერჯერობით უბრალო კვადროპერის პრინციპზე გავჩერდით, მაგრამ საბოლოოდ ვაპირებთ ამერიკის შეერთებული შტატების ტექნოლოგიის ათვისებას. მათი დრონები განსაკუთრებული მოწყობილობით ძლებენ 10 საათამდე ჰაერში. ამ წამს მუშაობთ თვითონ კოდის დაწერაზე, გატესტვაზე და ასევე კიდევ ერთ პროტოტიპს ვაშენებთ, რომლის გატესტვას ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე. ჩვენ დრონისთვის შეიქმნება ასევე აპლიკაციაც. აპლიკაციაში მიუთითებენ სამაშველო ჯგუფები ტერიტორიას, რომელზეც დრონი თავისით ააგებს მარშრუტს და მოძებნის. ამით არის დაკავებული ლაშა. იგი უკვე რამდენიმე თვე მუშაობს თავის ალგორითმზე. ჩემი მიზანი კი არის, რომ ავაშენო ისეთი დრონი, რომელიც ამ მთლიან გზას გაუძლებს, ცუდამინდებშიც არ დაიშლება და ბატარეაც ეყოფა. წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდებს და მადლობა ანა ჟურაძეს, რომ გვაცნობს ესეთ ნიჭიერ ბავშვებს ჩვენი ეთერის მეშვეობით. ეხლა კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და რადიო ტალღებზე უნდა გადავაწყოთ პირდაპირ ეთერში ილო შავიშვილი და თეონა ზედამია შემოგვიერთდება რადიო ტალღებით. FM 106.1 შუახევი FM 106 ხულო FM 104.1 რადიო აჭარა დილის რადიო სტუმარი საინტერესო შეხვედრები საინტერესო თემებზე
დილომშვიდობისა, კიდევ ერთხელ მივესალმებით რადიო მსმენელს და დღეს პირველად ტელემაყურებელს. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის აქტივობები. ამ თემაზე ვისაუბრეთ დღეს. ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ღონისძიებები ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით იმართება. დილის რადიოს ნომრები არიან მაია ქადამაძე, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი და სალომე ერაგია, კარიერის კონსულტანტი. სწორედ ის უძღვება ტრენინგს, რომელიც ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში 1 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ქალბატონო მაია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა არის ალტერნატიული საგანმანათლებლო შესაძლებლობა მუნიციპალური სერვისი არაფორმალური განათლების მისაღებად, რომელიც ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ხორციელდება. რა აქტივობებს მოიცავს ეს პროგრამა და როგორ ხდება ამ აქტივობების თემატიკის შერჩევა? მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს, ტელემაყურებლებს, მიყვარს თქვენი გადაცემა, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს მერიის პროგრამას. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ პროგრამის განსახორციელებლად კონკურსის წესით და მინდა გითხრათ, რომ პროგრამა იყო შერჩეული. მერიის გუნდი საკმაოდ სერიოზულად საინტერესო და ძალიან ბავშვებისადმი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ადგენს ამ პროგრამას და ფაქტობრივად ჩვენ ამ პროგრამის შედგენაში მონაწილეობა არ მეგვიღია. ჩვენ ვახორციელებთ და მე და მართლა მადლობა უთხრა მერიის განათლების გუნდს იმისთვის, რომ პროგრამა ესეც საინტერესოა. პროგრამა გაძლევს საშუალებას, რომ მოიწვიო კვალიფიცირებული სპეციალისტები, ჩაატაროს სხვადასხვა ტრენინგი, შეხვედრა, კონკურსები და ხარისხი შესთავაზო მოზარდებს. მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ხორციელდება ყველა ეს პროგრამა, ცენტრი არის ადაპტირებული, არის შესაძლებლობა, რომ თარჯიმანი ყავდეს ბავშვებისთვის, ვინც ამას საჭიროებს. თვითონ ბავშვების ასაკი არის 14-დან 29 წლამდე და მინდა გითხრათ, რომ პროგრამებში ჩართვა ხდება აპლიკაციებით, ანუ მერიის გვერდზე ყოველთვის ცხადდება, რა ტრენინგია, ვინ ატარებს, იმდენად საინტერესო ტრენერები არიან ყოველთვის, რომ შესაძლებელზე მეტი რაოდენობა. რა თქმა უნდა, შერჩევა ხდება სამოტივაციო წერილებით, მაგრამ გაცილებით მეტი ბავშვი მოდის და მეტ ბავშვს ვაძლევთ ჩვენ შესაძლებლობას. მე მინდა, რომ რა ვიცი, ყველა რეგიონმა ალბათ და ყველა რაიონმა მთლიანად საქართველოში ესეთი პროგრამები იყოს. ეს არის ძალიან საინტერესო. მე მეორე წელი ამ პროგრამას ვახორციელებ და მინდა გითხრათ, რომ მშობლები ძალიან ჩართულები არიან. ამბობენ, რომ აკადემიური მოსწრება გაიზარდა ბავშვების ამ პროგრამებში ჩართვით, რომ მოგეხსენებათ, იქ არის დებატები, ტექნოლოგიები, სამეწარმეო უნარები, ცხოვრების ჯანსაღი, ცხოვრების წესი და ამას ბავშვები რო გადიან ამ პროგრამებს, ხვდებიან, რომ რაღაცა სკოლაში არ ისწავლეს, რაღაცა ჭირდება შემდგომი წარმატებისთვის და ამიტომ რაღაცა ეს ჯაჭვური რეაქცია გვაქვს და ყველა წარმატებულ ბავშვს ვღებულობთ. ყველა ეს თემა ერთმანეთთან ძრო კავშირშია, მინდა გითხრათ, რომ ეს ბავშვები შემდეგ ეს წავიდა, ეხა პროგრამა გაჩერდა და წავიდა სხვა პროგრამები აქვს კიდე მერიას, ეს არის მოხალისეთა კლუბები, ბავშვთა კლუბები, მშობელთა კლუბები და უკვე გვევლინებიან მოხალისეებად. სკოლებში მიაქვთ ინფორმაცია, უკვე სასკოლო თვითმმართველობაში და სხვადასხვა კლუბებში იყენებენ აღნიშნულ გამოცდილებას და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროული, ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მოგვიწია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ამ პროგრამის განხორციელება. მე არის საკმაოდ კარგი, ძალიან კარგი პარტნიორი. განათლების გუნდი გარდა იმისა, რომ გეგმავდა ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ანუ საკონკურსოთაც ეგრე იყო, კაცრი მონიტორინგი აქვს ძალიან. უბრალოდ, მართლა ძალიან ძლიერიც რო არის იყო და ძალიან კარგი რო არ შეება, ანუ ძალიან კარგია და ჩვენ გვიყვარს ეგეთი მონიტორინგი და თანამშრომლობის ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს და ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება ახალგაზრდების პროფესიული, სოციალური ადაპტაციისთვის და პროფესიული ზრდისთვის. მე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ
რომ წლები ახლა მე ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობ და დასაქმებაზე ძალიან სერიოზულად მიმუშავია. შეიძლება ძალიან კარგია აკადემიური მოსწრებით მოვიდეს ბავშვი, მაგრამ საერთოდ არ იყოს ცხოვრებისთვის, დასაქმებისთვის მზად და ზუსტად ეს 3 დღე ახლა ტრენინგი გვაქვს და ჩვენი შესანიშნავი ტრენერი ისაუბრებს ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება აბსოლუტურად დაიკარგოს მშობლების აი ეს რომ ამზადებენ ბავშვებს და უნდათ რომ საუკეთესოები იყვნენ, კარგ უნივერსიტეტში ისწავლონ, ეს უნარები, რომელიც თინეიჯერულ პერიოდში უნდა შეიძინონ ზუსტად ამ დროს და ზუსტად ეხლა. ამიტომ გაცილებით ძლიერია აღჭურვილი ამ ყველაფრით, გაცილებით ძლიერია მოზარდი და მე ვფიქრობ, რომ საოცარ საქმე კეთდება და მე რომ ამისი მონაწილე ვარ და ჩემი გუნდი ძალიან ბედნიერი ვარ. და ხო შოუ ტრენინგზე ქალბატონ მაია მოგვეყევით. სალომე. უკაცრავად ქალბატონ სალომე, ბოდიში გისმენთ. ეს არის 3 დღიანი ტრენინგი, ნუ გაყოფილი არის 2 დღე ეთმობა კარიერის განვითარებას, 1 დღე არის უშუალოდ დასაქმების ხელშეწყობაზე. სწორად აღნიშნეთ, რომ რბილი უნარები არის ის უნარები, რომელიც დღეს მხოლოდ აკადემიურ განათლებასთან ერთად არის ძალიან საჭირო უნარი წარმატების. ჩვენ ვამბობთ და ესეც არის პრინციპში, რომ მანამდე თუ იყო რომ მხოლოდ რაღაც ტექნიკური ცოდნა იყო საკმარისი, რომ წარმატებული ყოფილიყავი შენს კარიერაში, ის მიიღებდი რაღაც გარკვეულ განათლება და შემდეგ პრაქტიკულად ეს წლების მანძილზე და აწლეულების მანძილზე აკეთებდი შენ საქმეს და ყალიბდებოდი როგორც პროფესიონალი და ეს ძალიანაც კარგი იყო და ესე მუშაობდა. თუმცა დღეს უკვე სამყარო შეცვლილი არის, აქსელირებულია ძალიან აჩქარებული არის პროცესები და იმ პროფესიაში რაც ჩვენ თუნდაც არ ვიცი 3 წლის წინ 5 წლის წინ მივიღეთ განათლება, დღეს შეიძლება რელევანტური აღარ იყოს და საჭიროებდეს განახლებას ეს ცოდნა. აბსოლუტურად შეიძლება გარკვეულ მიმართულებებში შეიცვალა კიდეც და ტექ მიმართულება ამისი ძალიან კარგი საილუსტრაციო მაგალითი არის. თუმცა ხო რისთვისაც გვჭირდება ეს რბილი უნარები არის ის, რომ ის ჩვენ რაც ცოდნაც გაგვაჩნია, გავაძლიეროთ კიდევ და ნუ ერთ-ერთი უნარი, რომელიც ამას ხელს უწყობს, ეს არის სწავლის უნარი და ჩვენ ადამიანები ვართ, მუდმივად ვითარდებით და მუდმივად სწავლისთვის მზაობაც რო გქონდეს და სურვილიც რო როგორც პროფესიონალები გავიზარდოთ, საბოლოო ჯამში ამას მივყავართ იქამდე, რომ ის უნარი ცოდნა რაც გაგვაჩნია, რასაც ფორმალური განათლების სივრცეებში ვიღებ სკოლებში, უნივერსიტეტებში, კიდევ შეიძლება რაღაც ცოდნის პროფესიული ცენტრები იყოს, კოლეჯები და მსგავსი სივრცეები და არაფორმალური ცენტრები, არაფორმალური განათლების მიღების ცენტრები, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ. ამით კომბინაციით შეიძლება რომ ადამიანი გაცილებით წარმატებული იყოს. საკმარისი არის კი ბატონო შენი სამუშაო შესაძლებლად ის ცოდნა, რასაც ფორმალური განათლების სივრცეებში ვიღებთ, მაგრამ იმისთვის რომ შენი კარიერა უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანო და დაბუსტო და გააძლიერო, ამისთვის შემოდის მე უკვე რბილი უნარები და მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მერიის ახალგაზრდული ცენტრი და თვითონ განათლების მიმართულება და ეს არაფორმალური განათლების სივრცე კიდე თავის მხრივ, რომელიც ესე ეხმარება და შესაძლებლობას ქმნის და აქ გამოვყოფ, რომ რეგიონებში განსაკუთრებით მწვავე დგას ეს მდგომარეობა. როდესაც არ არის ამდენად ხელმისაწვდომი მსგავსი სივრცეები, ეს მსგავსი ტიპის ტრენინგები და პროექტები და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, იმ საქმისთვის, რასაც აკეთებს მერიაც და ქალბატონი მაია. და ქალბატონ სალომე კარიერული ზრდა განვითარება, ეს ტრენინგი უკვე დასრულდა 2 დღიანი იყო და ამ შეჯამების კუთხით რომ გითხრათ, როგორი იყო ჩართულობა და რა ინიციატივები მოდიოდა ახალგაზრდებისგან. და აქვე კიდე ერთი კითხვა შემდგარ როგორ შეგეცვათინოთ, რამდენად ითვალისწინებს მსგავსი ტრენინგები ადაპტაციის უნარს, რადგან თქვენ ახსენეთ პროფესიები, რომელიც შეიძლება დღევანდელი ხედვით ეს პროფესია პერსპექტიულია, მაგრამ ხვალ სხვა რეალობა აღმოჩნდეს და მიმღებლობა რამდენად უნდა კონდეს, რადგან ხშირად გვსმენია, რომ აი სიახლეებს ქართველები ძალიან რთულად ვღებლობთ ხოლმე. განსაკუთრებით ახალი თაობა ამ კუთხით ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, ამ 2 დღეს 2 დღე რო შევაჯამოთ ძალიან მართლა საოცარი ახალგაზრდები არიან აჭარაში, ფანტასტიკური, იმდენად საინტერესო ადამიანები გავიცანი, არ ვიცი, ამ საქმეს არ უნდა ემსახურებოდე, თუ არ გიყვარს ახალგაზრდები და თუ არ გჯერა, რომ ესენი არიან შენი ქვეყნის მომავალი და მე ძალიანაც მჯერა და თან მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც 10-20 წელიწადში ამ ადამიანებმა უნდა გადაიბარონ სრულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და როგორი სიბერე გვექნება, ზუსტად მათზე არის დამოკიდებულია, ასე რომ ყველას გასცემთ კარგუნარების აქედანვე მოვიყოთ
უბრალოდ მათი კეთილ განწყობა. ნამდვილად თუ არ უნდა გაკეთო, არ ვიცი, ზრდასრულ ადამიანებს, რომელთაც აქვს კომპეტენციები, განათლება, რაღაცა ექსპერტიზა გარკვეულ საკითხზე, არ დაიშურონ თავიანთვეს, დაიტოვებენ ამას, მაქსიმალურად გადასცენ და გაუზიარონ ახალ თაობას, შემიძლია ჩემი რჩევის სახით ვთქვა და ადაპტურებასაც შეეხება, კი ჩვენ ამ ტრენინგში გვაქვს გარკვეული სავარჯიშოები, რომელიც უშუალოდ ემსახურება, რომ არ არის ეს ისეთი დიდხნიანი ფორმატი, რომელიც ესე ძალიან სიღრმისეულად ყველაფერზე შევძლებდით, რომ გვემუშავა, თუმცა აი როგორი ტრენინგები იცით, რომ აი იღებ ინფორმაციას. არის ცოდნის 4 დონე ახლა რომ ცოტა ესეთ პროფესიულად შევხედოთ ამ საკითხს, რომ არ ვიცი რომ ვიცი, ესე იგი არ ვიცი რომ არ ვიცი, ესე იგი რა არსებობს, ცოდნა არ მაქვს, რომ რაღაცა ეს არსებობს და ეს ვიცოდე, ხო? მე არის რომ ვიცი რომ არ ვიცი, ესე იგი ვიცი რაღაცა უნარი არსებობს, რომელიც განსაკუთრებით, მაგრამ არ მაქვს განვითარებული, ხო? ვიცი რომ ვიცი, ანუ რაღაცა ვიცი რომ არსებობს, თან რაღაც ტრენინგები გავიარე და რაღაცა ვიმუშავე და უკვე ვიცი რომ ამ უნარის გაკეთება, ანუ რაღაცა შემიძლია გამოვიყენო პრაქტიკაში და შემდეგი უკვე ბოლო დონე არის, არ ვიცი რომ ვიცი. ეს არის უკვე პროფესიონალიზმი, რასაც ვქვა, რომ უკვე იმდენად გაქვს ეს გამჭვირვალე, რომ ამას აკეთებ და არც აქცე ყურადღება ძალიან მარტივად გამოდის. ეხლა ჩვენ ამ ტრენინგების საშუალებით არ ვიცი რომ შეიძლება აი ესე გადავდივართ, რომ არ ვიცი და ან ვიცი რომ არ ვიციდან გავდავდივართ ვიცი და ვიცი რომ ვიციში. ან შეიძლება რაღაც ერთი საფეხურს ვთვლით გააჩნია რომ ვინ რომელ დონეზე არის. იმის მიხედვით და შემდეგში ეს უკვე არის პროცესი, როგორც ვამბობთ, რომ მუდმივად განვითარებადი პროცესი არის, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს, პიროვნულ განვითარებაზე მუშაობას მოითხოვს და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი რადგან უკვე დაწყებული არის და ან ზოგ შემთხვევაში გაგრძელებული არის, ნამდვილად შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება და ის სურვილი პირველი მარცვლები ჩაყრილი არის და თავის ნაყოფს გამოიღებს. და მაია ბოლოს როგორ შევაჯამებდით ამ სამთვიანი კურსი და შემდეგ უახლეს მონაცემებში ასახებად გითხარით, კი ძალიან მოკლედ. შესანიშნავი იყო ტრენინგი, დღეს ერთი დღე კიდე ელოდებათ და ახალგაზრდების დიდი ნაწილი აი გათვლილი რო იყო, რომ ყოფილიყო და უშუალოდ შესაძლებელი იყო, რომ 12 ადამიანი ყოფილიყო მინიმალურად 26 მაქსიმალურად გაცილებით მეტი იყო და ტრენერის დაგვთანხმდა, რომ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ ბავშვებს, ეს ხარისხზე არ მოქმედებდა და ამიტომ როცა ხარისხზე მოქმედებს, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ უშვებთ ესეთ გამონაკლისებს. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ტრენინგებს ასევე ახლავს ყვება, ანუ შესვენებების დროს ისინი ძალიან კარგად მოკლედ ანუ სრული პაკეტი უზრუნველყოფილია. უზრუნველყოფილი კი ბატონო და ეს მინდოდა ამეღნიშნა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხა ზოგჯერ სკოლიდან მოდიან ბავშვები, ზოგჯერ სამსახურიდან მოდიან 29 წლამდეა. უბრალოდ სასიამოვნო გარემო, არაფორმალურ გარემოში გადადის შემდეგ და მე მომეწონა, როცა ტრენერთან საუბრობდით, გითხრა რომ არაფორმალურ გარემოში გადავინაცვლოთ, ბავშვებს შეკითხვები აქვს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ნაწილია და ამ დონეზე გათვლილი აქვს, რომ ეს არაფორმალური კომპონენტიც იყოს გამოყენებული. ჩვენ ახლა ღონისძიებები, წელი სრულდება და წლის ბოლომდე გვაქვს დაგვჭა რამოდენიმე ღონისძიება და მინდა გითხრათ ასევე, რომ სასაჩუქრე ვაუჩერები იყო იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც კონკურსებში გაიმარჯვეს, მაგალითად ვიქტორინებში, დებატ-კლუბში გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს სასაჩუქრე ვაუჩერები და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნოა და რა ვიცი, შემდეგ წელსაც მოვინდომებდი, რომ აღნიშნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ განხორციელება დიდი კომფორტია ამ პროგრამის. კიდევ ერთხელ მადლობა ბათუმის მერიას აღნიშნული პროექტისთვის. მადლობა რომ იყავით ჩვენთან. წარმატებებს გისურვებთ. ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ღონისძიებები ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით იმართება. დილის რადიოს სტუმრები იყვნენ მაია ქათამაძე, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი და სალომე ერაგია, კარიერული კონსულტანტი. სწორედ ის უძღვებოდა ტრენინგს, რომელიც ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში 1 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით, დაგვალოდეთ. მადლობა რადიოს შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ დილის ტალღას, სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ახლა კი ვაგრძელებთ სამედიცინო თემის გადაცემას და ანა ალბათ მშობლებისთვის მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა. ანა ალბათ დამეთანხმები, რომ შვილი უდიდესი ბედნიერება, მის პირველ სიტყვას, სტირილს თუ პირველ ნაბიჯს ყოველთვის თანსდევს ემოციების სხვა. თუმცა ალბათ ყველაფერი წინ. რა თქმა უნდა.
თუმცა ალბათ ყველა მშობელი დამეთანხმება სიხარულთან ერთად ჩნდება უამრავი საზრუნავიც. ახალბედა მშობლებს ხშირად აწუხებთ ერთი და იგივე შეკითხვები, ვითარდება კი ბავშვის სწორად და შესაბამისად ხომ არ აგვიანებს პირველი ბგერის გამოთქმას. დრო ხომ არ არის ხოხვა დაიწყოს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც უკვე დილის ტალღის სტუდიაშია ქალბატონი ირინა ქოქოლაძე, პედიატრი. დილომშვიდობისა, მადლობა. დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და ნამდვილად საინტერესო თემაა. მოდით დავიწყოთ თავიდან და გითხარით, როგორ მიხვდეთ ასაკის შესაბამისად ვითარდება თუ არა ბავშვი? ზოგადად ბავშვის განვითარება ინდივიდუალური არის და დამოკიდებული არის მემკვიდრეულ ფაქტორზეც, თუმცა არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელშიც უნდა ჩაჯდეს ბავშვი ასაკობრივად და გარკვეული ნიშნების დაყოვნება უნდა იყოს საგანგაშო, რაც უნდა გახდეს ექიმთან მიმართვის მიზეზი. აი მაგალითად პირველი ასეთი არის თვალით კონტაქტი. ერთი თვის ბავშვს უკვე უნდა ქონდეს თვალით კონტაქტი დედასთან და მამასთან. თუ ეს არ არის, ვერ შეამჩნია, მშობლებმა უნდა შეატყობინონ ამის შესახებ ექიმს. ასევე ორი თვიდან პირველი მეტყველების პირველი ბგერები ღუღუნის სახით გამოჩნდება. თუ ესეც ვერ შეამჩნია, ესეც უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. ორი თვიდან უნდა იყოს, დიახ. მხედველობა და ღუღუნის ღუღუნი ეს განვითარების ეტაპებია, დიახ. ასევე ერთი წლის ასაკში ბავშვს დაახლოებით 20-დან 50 სიტყვამდე უნდა ესმოდეს, რეაგირებდეს და უნდა ფლობდეს დაახლოებით 10 სიტყვამდე მარაკს, მარტივი. უნდა ამბობდეს ერთი წლის ასაკის ბავშვი. დედა, მამა, მომე ასეთი მარტივი სიტყვები უნდა თქვას ცალკეულად და ასევე ამ ასაკისათვის მნიშვნელოვანი არის შეიძლება არ ფლობდეს 10 სიტყვის მარაკს, მაგრამ ის შემოდის კონტაქტში ჟესტიკულაციით და მიმიკებით, ანუ საუბრობს მიმიკებით. ხოლო 2 წლის ასაკში ის უკვე არის 2 წლის ასაკში ბავშვი 3 სიტყვიან მარტივ წინადადებას უნდა ამბობდეს. ჯდომა, სიარული. ჯდომა 6 თვიდან იწყებს დახმარებით დაჯდომას, 7 თვის ბავშვი დამოუკიდებლად უნდა იჯდეს. 1 წლის ბავშვი უკვე უნდა დადიოდეს. ეს არის კარგი განვითარების ბავშვი. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ერთნაირად არის. ერთნაირად არის, დიახ. და იმას ვამბობდი, რომ შეიძლება ეს ეტაპები რაღაც პერიოდში შეფერხდეს. 2 კვირით დაიგვიანოს, შეიძლება 1 თვითაც დაიგვიანოს. ბუნებრივია, შეიძლება დაეწიოს თავის ასაკს, მაგრამ მაინც რომ არ გამოგვეპაროს ჩვენ რაიმე პათოლოგია და შორსწასული ფორმები, აუცილებელი არის რომ ის სავალდებულო ვიზიტები, რომელიც არის შემუშავებული ყოველთვიურად გეგმიური, აუცილებლად უნდა გაიაროს მშობელმა. სხვათა შორის, როდესაც მშობლებს ხედავ ბავშვით ხელში, ანუ დაახლოებით ესე 2-3 თვიდან 6 თვემდე. ყოველთვის ვარ მე თვითონ დაძაბული, იმიტომ რომ მგონია რომ აი ეს კისერი და ზურგი მშობელმა უნდა დაუჭიროს. რომელ თვემდე აუცილებელი აი ამ თავის კისრის და ზურგის დაჭერა? აუცილებელია 6 თვემდე, 6 თვისა უკვე კარგად მყარად იჭერს თავს და ხელებსაც აკონტროლებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი თავისა და ხელების კონტროლი, რომ დავიწყოთ დამატებითი მყარი საკვები. დიახ. აი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აუცილებელია ზურგი და თავი იყოს დაცული. ზედმეტი გადახრამ შეიძლება დააზიანოს ხერხემალი და შესაბამისად ზურგის ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელი არის რომ თავი დავაფიქსიროთ. ჩვილი ბავშვის აყვანის დროსაც ისე უნდა ავიყვანოთ, რომ თავი ყოველთვის იყოს დაფიქსირებული და ბავშვს ჩვილს თავი ზოგადად უფრო დიდი აქვს და უფრო მძიმე და შესაბამისად კი და უნდა იყოს დაფიქსირებული. ასევე ყველაზე ხშირად ნერვიულობენ მშობლები განსაკუთრებით მეტყველებაზე და როდესაც ბავშვი უნდა გაიაროს და რაღაცა არ დადის და ადრე მოგეხსენებათ ხო, როცა იგივე მოგეხსენებათ ადრე ჭოჭინაში სვამდნენ ბავშვებს. საინტერესოა ეხლა თუ აი ეს სტანდარტი რომ ჭოჭინაში ჩაისვას ბავშვი და ისე დაიწყოს
დაიწყო სიარული, რა სტანდარტებია დღეს და რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული? ჭოჭინა ძირითადად აღარ არის რეკომენდებული, თუმცა თუ გვინდა რომ გამოვიყენოთ ჭოჭინა, აქვს თავისი კრიტერიუმი. მე ორივე შვილი ჭოჭინაში გავზარდა. ნაადრევი დატვირთვა ხდება კიდურებზე და შემდეგ ხერხემალზეც და არის ამის შესახებ მოსაზრება რომ ეს აზიანებს ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებას და შემდეგ სკოლიოზებით და წელის ლორდოზები და მენჯბარძაყის პრობლემებით შეიძლება გაართულოს. ანუ როგორც მივხვდი წლებთან ერთად იცვლება ბავშვის აღზრდის მეთოდიკა. რა თქმა უნდა, იცვლება და ესე იგი ჭოჭინას აქვს თავისი კრიტერიუმი. როდესაც ბავშვი საგანზე დაყრდნობით ბავშვს შეუძლია დადგეს, მაგრამ ჯერ სიარული არ იცის. ანუ დაეყრდნო მაგიდას, დადგა, აი მაშინ შეგვიძლია ჩვენ ჩავსვათ ჭოჭინაში. თუმცა როგორც წესი ეს პერიოდი არის ძალიან ხანმოკლე, დაახლოებით 1 კვირაში 10 დღეში ბავშვი ისედაც გაივლის თავისით. ამიტომ ჭოჭინა არის ძალიან ხანმოკლე პერიოდისათვის, ვისაც უნდა ჭოჭინა, ვისაც უყვარს ჭოჭინა, აი იმისთვის ვამბობ ამ რეკომენდაციას. ეს ძირითადად ბავშვის ყურადღების გადატანის ატრიბუტია ჭოჭინა, იმიტომ რომ უფრო მარტივია ბავშვის გართობა, ასე ვთქვათ, ჭოჭინაში ვიდრე მანეჟში, ეგრეთ წოდებული. მშობლისთვის არის უფრო უსაფრთხო ჭოჭინაში, არ წაიქცევა. დაფიქსირებულია ბავშვი და ამიტომ შემოურჩა ჩემი აზრით მე ასე ვფიქრობ. კიდე რამდენი წლის უნდა იყოს ბავშვი, რომელ ასაკში უნდა გაიაროს სრულყოფილად ბავშვი? 1 წლისა უნდა გაიაროს. აქვე მინდა ვთქვა ტუალეტის ტრენინგთან დაკავშირებით. ეხლა მე ხშირად ვხედავ ბავშვებს, რომელსაც საფენები ეგრეთ წოდებული პამპერსები 2 წლისა, 3 წლის ასაკშიც უკეთიათ ხოლმე და ხანდახან მშობლები ნუ ნეგატიურად არიან განწყობილი, რომ აი უნდა ეკეთოს, რატომაც არა. არ უნდა ეკეთოს. ყველაზე ოპტიმალური პერიოდი, რომ ჩვენ ბავშვს ვასწავლოთ ტუალეტის ტრენინგი, არის წინახევრის პერიოდი, 18 თვე. უნდა ვცადოთ პირველიც და თუმცა ამისთვისაც არის კრიტერიუმები, მომზადებული არის თუ არა ბავშვი, უნდა შევამოწმოთ. როგორ უნდა შევამზადოთ? თუ 2 საათი და მეტი საფენი არის მშრალი, ესე იგი ბავშვი არის მზად. თუ ინტერესდება უფროსების ტუალეტის რუტინით, ბავშვი არის მზად. და პირველი მცდელობა ქოთანზე დავსვათ, თუ გამოგვივა, თუ არა. აი თქვათ არ გამოგვივიდა, მე ახლა სანაცნობოში ვყავს ბავშვი, რომელსაც გაუჩნდა მშობელი კაცო, ესე გაუჩნდა ნეგატიური განცდა, კი რაღაც შიში და განცდა გაუჩნდა, ერთი თვით უნდა გადავდოთ ეს ტრენინგი. ერთი თვის შემდეგ ისევ ვცადოთ და ასე გამოგვივა. ამ შემთხვევაში 2 წლამდე უნდა გადავაჩვიოთ ჩვენ. ამბობენ ბიჭი ბავშვები უფრო გვიან იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას, ვიდრე გოგონებიო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს? უფრო ხალხური მოსაზრება არის, ხალხური დაკვირვება. ასე ბიჭები უფრო გვიან იწყებენ საუბარს. ესეც ხალხური დაკვირვება არის უფრო, დიახ. თუმცა რა ხან ინდივიდუალური არის, არ აქვს დამოკიდებული, არ არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში. სქესზე დაი ბოლოს კი რო წავიდეთ, ახლა გვიყურებენ ახალბედადედები, რომლებიც ყველაფერზე ნერვიულობენ, საჭმის ჭამაზეც როგორ გადაყლაპავს ბავშვს და ასე შემდეგ და რა რჩევებს მიცემდით მათ? აი რო შევაჯამოთ და თავარი რეკომენდაცია. თავარი რეკომენდაცია, დამატებითი მყარი კვება, არ უნდა დავიწყოთ დროზე ადრე, უნდა იყოს პედიატრთან შეთანხმებული. თუ ბავშვი ეს წეღან ვახსენე თავის და კისრის კონტროლი ბავშვს აქვს, ასევე ენით შეუძლია კოზის გამოგდება, მას არავითარ შემთხვევაში არ გადასცდება. იმას უკვე აქვს ღეჭვის რეფლექსი და კბილები ჯერ არ აქვს, ან ზოგს შეიძლება 6 თვისას 1 კვილი ან 2 კვილი კონდეს, თუმცა ის ღეჭვის რეფლექსი და კარგად დამუშავებულ, დაქუცმაცებულ და არა დაბლენდერებულს არავითარ შემთხვევაში მცირე ნაწილაკებს ისე დაამუშავეს პირის ზღურში და გადაყლაპავს, რომ საშიშროება ამისი არ იქნება. და თუ დრო მეყოფა, მინდა ვთქვა ასევე, რა მოქმედებს, რა აფერხებს ბავშვების განვითარებას. ბავშვების განვითარებას აფერხებს მშობლების ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, მშობლების უმუშევრობა, მშობლების წეველობა, შფოთვითი სინდრომი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და ასევე დაბადების დროს წარმოქმნილი პრობლემები, მცირე წონის ნაყოფი, ესენი რისკის ჯგუფია, ის ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მძიმე მშობიარობიდან და მოუწიათ რეანიმაციულ განყოფილებაში დაყოვნება
აი ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და არ შეიძლება ჩვენ დავაბრალოთ ბავშვების განვითარების დაყოვნება, პროფილაქტიკურ აცრებს ან სხვა რაიმე ასეთ სამედიცინო პროცედურებს და ასევე ეკრანი. ადრეულ ასაკში აი 3 წლამდე პერიოდი ბავშვისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელიც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გაყვება, ხდება 3 წლამდე. ეს არის კვებითი უნარი, ქცევითი უნარი და დასწავლის უნარი, ასევე ტუალეტის ტრენინგი იგივე და სხვა ძირითადი საბაზისო უნარები. დიდი მადლობა. კი, მადლობა ძალიან დიდი. შევახსენოთ მაყურებლებს, ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ირინა ქოქოლაძე, პედიატრი და თემა იყო როგორ გავიგოთ ვითარდება თუ არა ბავშვი. სწორად. ეხლა კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და თბილისის დროით ზუსტად 10 საათი სრულდება, უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა სოფო ხელაძე შემოგვიერთდება სოფო დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ ახალ ამბებს მოგიყვებით ზუსტად 10 საათზე. ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობაზე ქართული ოცნების უარი პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ვერ დაესწრებიან ისეთ ღონისძიებას, სადაც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის პატივისცემა აქვს, ანალოგიურად მოიქცეოდა. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ 2 დღის წინ გაავრცელა. მაშინ ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იზოლებით თავს მოხვევის იარაღად გადააქცია და საქართველოს მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს. სამარყანდში იუნესკოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს სათანადო წარმოჩენაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაზე გაკეთდა. მისი თქმით, არაერთი ღონისძიება მიეძღვნა ქართული კულტურის ძეგლებს, რომლებიც იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობად. ისაუბრეს იმ საკითხებზეც, რომლებიც იუნესკოს ფარგლებში შესაძლოა იყოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მუშაობის ფოკუსში. თბილისში პოლიციამ აქციის 3 მონაწილე დააკავა თავისუფლების მეტროს მიმდებარედ. აქციის სხვა მონაწილეების ინფორმაციით, მათი სამართალდამცველების მიერ აყვანა სავარაუდოდ გზის გადაკეტვას უკავშირდება. დაკავებულებს შორის არის 71 წლის აზატ ჩილაჩავა, რომელიც 22 ოქტომბერს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო და გაათავისუფლა. ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს ვიდეო ხაფანგის საშუალებით. შემთხვევა ბოლნიში დაფიქსირდა. ადგილობრივ მემკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა ცხილა სახეობის 4 კუბურ მეტრამდე საშიში მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა. ავტოს სატრანსპორტო საშუალებად დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში. ქვემოქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყეში დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით სამართალდარღვევა გამოავლინეს. ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის პრევენცია, აკვეთა და გამოვლენა გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ავიაკომპანია ვიზიონერმა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აეროპორტების გაერთიანების ცნობით პირველი რეისი კიშინევი-თბილისის მიმართულებით შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრა გაიმართა. მხარების განცხადებით, ახალი მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მიიღო პეტრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები და მადლობა გადაუხადა გერმანიას შეთანხმებების შესრულებისთვის. ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ თავდაცვისთვის მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, თუმცა ამბობს, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიისთვის საჭიროა მეტი სისტემა, რათა დაიცვან საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტები. ქალაქები და მთავრობა მუშაობს მათ მისაღებად. განაცხადა, რომ ტყის თავდაცვებისგან თავის დასაცავად საჭიროა მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
სერბეთის პოლიციამ ბელგრადში ეროვნული კრების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის 37 მონაწილე დააკავა. მედიის ინფორმაციით, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს მშვიდობისა და წესრიგის დარღვევაში მონაწილეობდნენ. ცნობისთვის გუშინ ბელგრადში გამართულ აქციაზე სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია შაბათს დაიძაბა, როდესაც სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან 1 წლის თავთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ჰამასმა ისრაელს კიდევ 3 მძევლის ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მათივე ცნობით, ამჟამად ცხედრები თელ-ავივში სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიკაციისთვის არიან გადასვენებული. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლების ცხედრებია, ჰამას 8 დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ჰამას ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მძარცველებს ადგილზე დარჩათ ხელსაწყოები და სხვა პირადი ნივთები, საიდანაც პოლიციამ დნმ-ის კვალი და ანაბეჭდების ნიმუშები ამოიღო. პარიზის სასამართლომ ლუვრის ძარცვის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა. ეჭვმიტანილები დანაშაულში მონაწილეობას არ აღიარებენ, ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი. ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათზე, მთავარი პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი ისევ დილის ტალღას ვუთმობთ ეთერს ანასა და დემეს. მადლობა სოფო გემშვიდობები, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა და თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღას სტუდიაში მე დემეს ოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი ვნახოთ გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დაუბრუნდებით. ტრადიციულად ყოველ ორ შაბათს დაელოდეთ ასტროლოგ ხატია ძნელაძეს. გაიგეთ, რა ცვლილებები გალოდებათ კვირის განმავლობაში და როდის არის საუკეთესო დრო ახალი საქმეების დასაწყებად. დაუბრუნდით და ეხლა დაპირებული რუბრიკის რომ მოვიდეთ ჩვენს ეთერში ყოველ ორ შაბათს ეცნობით ასტროლოგიურ პროგნოზს. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა ხატია ძნელაძე ეზოთერიკოსი შემოგვიერთდება და გავიგებთ უკვე სტუდიაში ჩვენთან ერთად დილამშვიდობის ახატია. დილამშვიდობის. ვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს ორ შაბათზე და ტრადიციულად უნდა ვისაუბროთ თუ როგორი ვარსკვლავური ცა გვაქვს მოკლედ დღეს როგორია ენერგიები და როგორი განწყობა შენარჩუნდება ადამიანებში. მოკლე მიმოხილვა და შემდეგ უკვე სათითაოდ თითოეულ ზოდიაქოსაზეც. მოგესალმებით, მეც მიხარი ხარ ძალიან, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ეს პერიოდი, ზოგადად დღეს 3 ნოემბერია და ეს პერიოდი არის ნორიელის ენერგეტიკის მქონე პერიოდი და შესაბამისად არის ცოტა ტრანსფორმაციული, ცოტა რთული, ჩახლართული ემოციები, ძიმე, ხო, მაგრამ ნორიელის ნიშანი ზოგადად არის ფენიქსივით შეუძლია რომ აღსდგეს ფერფლისგან და შეუძლია რომ ყველა ის პერიოდი გადალახოს და თავისი სისუსტედ ძალად აქციოს. შესაბამისად, ნებისმიერ ნიშანს აქვს ძალიან კარგი პერიოდი იმისთვის, რომ ეს სირთულე თავის ძალად და ენერგიად აქციოს და თუნდაც ის თავისი ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არა რაღაც სტრესს და რაღაც კონკრეტულ არასასიამოვნო მდგომარეობას მიმართოს, არამედ რაღაც კონკრეტული კოლოსალური მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გარდაქმნას თავის ძალად და ენერგიად. ამიტომ ეს ტრანსფორმაციული პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ასევე ხუთში სავსემთვარეობა გვაქვს, ეს რამდენად იქონებს გავლენას ადამიანებზე და რა ენერგიებს. ზოგადად სავსემთვარეობის პერიოდში არის მნიშვნელოვანი ჩავატაროთ რაღაც კონკრეტული პატარ-პატარა რიტუალები, რაც ნიშნავს იმას და იმსახურება, რომ აი შეგვიძლია რომ დავწეროთ წერილი ჩვენს თავთან. აი თქვათ ერთ-ერთი ის არის, რომ რაც გვინდა რომ გავატანოთ ანუ წარსულს, რაც გვინდა რომ აი აღარ არსებობდეს ჩვენს ენერგიებში, ან თუნდაც რაღაც ცუდი თვისება იქნებოდა, ცუდი რაღაც მდგომარეობა, შეგვიძლია რომ დავწეროთ წერილის სახით, იმიტომ რომ მეტი ვიზუალიზაცია მოახდინოს გონებამ და შემდეგ სავსემთვარეობის ღამეს
ვთხოვოთ სამყაროს უკაცრავთ მერე. ეს როდისა რომელ რიცხვში უნდა დავწეროთ? 5, ანუ ზეგ. კი, აი საღამოს 6-ის მერე შეგვიძლია რომ ეს დავწეროთ და ძალიან კარგ შედეგებს და ემოციებს მოგვიტანს. ასევე შეგვიძლია რომ წყლით დავმოხტოთ ჩვენი ზოგადად წყალი იზიდავს ნებისმიერ ენერგიას, ამიტომაც შეგვიძლია რომ აი როცა ავავსებთ ჭიქაში წყალს, ვთხოვოთ რამე კონკრეტული ჩვენი სურვილი, ან სამი სურვილი, ან სამ სურვილამდე და ეს სურვილები რაღაცა წყალს ან შევთხოვთ, ან რაღაცა კონკრეტულად ვუთხრათ ის დეტალები, რომელიც გვინდა და შესაბამისად დავლიოთ და ესე თითქოს ენერგიით აღიჭურვება ჩვენს თავთან და რაღაცნაირად ჩვენ სურვილებს უფრო მალე დააჩქარებს, იმიტომ რომ წყალის ენერგია არის ძალიან ძლიერი ენერგია, რომელიც სამყაროში ჩვენ სურვილებს სწორად გარდაქმნის. ასევე ვიცი რომ რომელიღაცა პლანეტა რეტროგრადულ მდგომარეობაშია, რაც ასევე რაღაც გავლენას ახდენს, ეს კი რეტროგრადულ მდგომარეობაში, როდესაც არის ვთქვათ რაღაც კონკრეტული მონაკვეთი და შევდივართ ამ დერეფანში, ანუ ეს ზოგადად ნებისმიერი ზოდიაკოს ნიშანისთვის არის ძალიან რთული პერიოდი. იმიტომ რომ ანუ ამ დროს, ამ კონკრეტულ მომენტში რაღაცა წინ ვერ მიდის საქმე, ხო? ძირითადად სამყარო აი როგორ არის, აი ბოლომდე ან პასუხს გაგებინებს იმ ყველაფრისთვის, რაც განახორციელა. შენი ყველა ანუ ჩაგახურინებს დაუყურებს თავს. ხო, კარგად მესწამს, რომ აი რაღაცა ბოლომდე განახორციელა და თუ ვერ დახურეს, რამდენი გრძელდება ხატია ეს? ეს არის ანუ ერთთვიანი პროცესია, თუმცა აი შენზეა დამოკიდებული მაინც რამდენად ამ ტრანსფორმაციული პერიოდიდანაც ამ ხო, რამდენად მარტივად გამოყვა. შეგვიძლია რომ ამის დამთავრებამდეც დახურო ეს კარი და რაღაცნაირად შენ რამდენად სწრაფად ტრანსფორმირებადი ადამიანი ხარ და რამდენად შინაგანად რამდენად განვითარებადი ხარ სულიერად. ასევე რამდენად არის რეკომენდებული ოპერაციები, კოსმეტიკური რაღაცა. ხო, არანაირად არ არის ამ პერიოდში. რამდენი ხანი ეს ბოლოები რა? აი ვთქვათ, აი ხო, აი 21-მდე მაინც ხო რაღაცა. და ერთი თვის შუალედში როგორც მეხუთე. მერე უკვე რომ დაიწყებს შემსუბუქებას ეს პერიოდი 21-ის მერე, აი უკვე შეგვიძლია რომ ნელ-ნელა, მაგრამ არის პროცესები, როცა შეიძლება სასწრაფოდ ჭირდება ადამიანს ოპერაცია და გარდაუვალი და ეგ მაგრამ ესეც რაღაცა საათების მიხედვით ან თუნდაც რაღაცა უნდა იყოს სწორად. მოკლედ როგორც სწორად მივხვდი, ეს ერთი თვე არ იქნება მსუბუქი. ხო, არა. კი, უფრო აი ნოემბრის ბოლო, უფრო შემსუბუქი. რაღაცა ყოველ სეზონზე რაღაცა ზოგადად მორიელი არასოდეს არ დამთავრდა რა. მაგრამ ეხლა მე აი ვხედავ ფურცელს და წერია ვერცი და უკვე დროა გადასული მიდის აი. იწყება ვერძით ჩვენი. ფარე მყავს ვერძში, ასე რომ ჩემთვისაც საინტერესოა ვერძის ამბავი. კი, თვარე ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტაა, შენი ემოციები, შენი დაგროვილი მდგომარეობა შინაგანი. თან ეს მნიშვნელოვანია. და გადავიდეთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე. გადავიდეთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე. ტრადიციულად დავიწყებ ვერძით. ვერძებო, თქვენთვის ეს კვირა წინა კვირასთან შედარებით მეტად უფრო მსუბუქად და მეტად უფრო ალტერნატიულად დაიწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო შემსუბუქდება თქვენი ნეგატიური ასპექტები, თითქოს წარსულში იქნება ჩაბარებული ის ასპექტები, რომელსაც ებრძვით თქვენ თავთან, ემოციურად დაალაგდებით, რაღაცა სწორ შანსებს და სწორ რაღაცა მიმართულებებს აიღებთ, გეზი გექნება სწორად განხორციელებული და თითქოს იმ რესურსს, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ რომ მიგეღწიათ და თქვენს ხელთ არის ეს რესურსი, ყველაფერს გააკეთებთ თქვენი მაქსიმალისტი ბუნებით, რომ ეს კონკრეტული მიზანი და კონკრეტული დეტალი აი სწორად განიხილოთ თქვენ თავთან და მიაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც გინდა თქვენ ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ ცხოვრებაში, რადგან თქვენი მიზანდასახულობა, თქვენი ალტერნატიული გონება და თქვენი მუდმივად დისციპლინირებული ენერგია მოგიდათ იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომელიც თქვენი ცხოვრებისეულად ძალიან მაღალ ასპექტებზე გადაგიყვანთ. შესაძლოა კვირის ბოლომდე მიიღოთ შემოთავაზებები რაღაცა კონკრეტული ადამიანებისგან, შესაძლოა დაგიბრუნდეთ ის რაღაც ვალი, რომელიც ვიღაცას მოცავს მოსწამებს მოიცავს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ბრაზის ენერგია კვირის ბოლომდე თქვენ პირადად მაქსიმალურად აკონტროლოთ, რადგან თითქოს ბრაზი, რომელიც თქვენს ენერგიებში იქნება, დესტრუქციულს გახდის თქვენს მდგომარეობას და კარგი იქნება თუ ამ ფონს ცოტა შეამსუბუქებთ რაღაც კონკრეტული ლოიალური მიდგომებით თქვენი მიდგომებიდან და თქვენი მდგომარეობებიდან გამომდინარე. გადავიდეთ კუროებზე. კუროებისთვის ეს კვირა არ იქნება მარტივი, თუმცა იქნება ძალიან პერსპექტიული და სტაბილური, როგორც თქვენ გიყვართ ეს სტაბილურობა. შესაბამისად, ეს კვირა
მოგიტანთ არა მარტო ალტერნატიულ შეხვედრებს, კონკრეტულ კომუნიკაციებს ადამიანებთან სამსახურებლად, არამედ შინაგან ენერგიას რომ მოგცეთ ის რესურსი, რომ აი მთაც გადადგათ და მიიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიზანშედეგობრივად აი ნება-ნება თითქოს დიდი ხანია მიყვებოდით, კვირის ბოლომდე მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გქონდეთ ის რესურსი, რასაც კონკრეტული საქმეების დასრულება ქვია, შესაძლოა კვირის ბოლომდე რაღაც თქვენ თავისთვის სასიამოვნო, სასარგებლო მდგომარეობები განახორციელოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნებით კონცენტრირებული და მორგებული საკუთარ სურვილებზე, რაც თქვენს ზრდასა და განვითარებაზე და თქვენს წარმატებაზე იქნება აღბეჭდილი. ტყუბებო, თქვენთვის ეს კვირა იქნება ძალიან სასიამოვნო და აი ძალიან ცივი სუბუქი, თუმცა ტრანსფორმაცია თქვენამდეც მოახდოს მორიელის ენერგეტიკა. ეს არ შეგაშინებთ, რადგან თქვენი ეს მუდმივი ტრანსფორმაციების შედეგიც არის ზუსტად ის, რომ არასდროს გაშინებთ გამოწვევები. კვირის ბოლომდე თქვენი გამოწვევა იქნება ის, რომ კონცენტრირდეთ ერთ კონკრეტულ საკითხზე. ეს კონკრეტული საკითხი იქნება ძალიან ძლიერი მაპროვოცირებელი ძალა შემდეგში თქვენი წარმატების მოსაზიდად, თუმცა ეს კვირა იქნება ძალიან აი ფრთხილად, აი გასაფრთხილებელი თქვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ არ დაგემართოთ ის რაღაცა ზედმეტი გაორებები და თქვენი ენერგია არ გაფლანგოს უშედეგოდ. ამიტომაც მიხედეთ თქვენს მდგომარეობას და მიზანშედეგობრივად ხარჯეთ ის დრო, ის რესურსი, რომელიც არის თქვენს ხელთ. კირჩხიბებო, თქვენთვის ძალიან სენსიტიური კვირა იქნება, რადგან მეტნაკლებად სენსიტიური კვირიდან გამოდიხართ, რაღაც ახალ მდგომარეობაში შედიხართ, თუმცა ეს კვირა იმ ემოციების მომტანი იქნება, რომელსაც თითქოს თქვენ თავში აღშობდით და ვერ სცემდით იმ კითხვებს პასუხს, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ რომ გაგეგოთ. თუმცა თქვენს შეკითხვებზე პასუხი თქვენივე ემოციური ფონია. აი რაზეც ბრაზდებით, რაც გწყინთ, აი რა არის თქვენში გამოსასწორებელი, აი მაგ კონკრეტულ მიმართულებას მიხედეთ. შესაძლოა კვირის ბოლომდე მოგიწიოთ ქალაქგარეთ გასვლა, შესაძლოა კვირის ბოლომდე ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დროის გატარება მოგიწიოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნუ იქნებით საკუთარ თავთან ზედმეტად მომთხოვნი და იყავით უბრალოდ თქვენს გადაწყვეტილებებში მეტად უფრო ადეკვატური. ლომებო, თქვენთვის ამ კვირის დასაწყისი, როგორც წინა კვირის დასაწყისი, იქნება მეტად უფრო არაკომფორტული, რადგან თქვენი კომფორტის ზონის დატოვება მოგიწევთ. თქვენთვის არც ეს არ არის აი რაღაცა ახალი საქმე, იმიტომ რომ გიყვართ რაღაცა ახალ საქმეზე შეჭიდება, რაღაცა ახალი კომუნიკაციები, თუმცა მაინც რთულად გადასალახი იქნება ეს დასაწყისი, რადგან ეს პერიოდი მაინც ახალის მომტანი იქნება და თითქოს ეს სიახლე ცოტა რთულად აღსაქმელი იქნება თქვენთვის. შესაძლოა რომ კვირის ბოლომდე სამსახურეობრივადაც რაღაც გაღიზიანება გამოიწვიოს რაღაც კონკრეტულმა პიროვნებებმა ან ოჯახის წევრებმა რაღაც შინაგანი დისკომფორტი გაგრძნობიდან, თუმცა კვირის ბოლომდე აუცილებლად ეს დისკომფორტი გაივლის და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ თქვენი შინაგანი გაღიზიანებულობის, თქვენი შინაგანი ამ ოდნავი აგრესიულობის ბრალი იყო ეს ყველაფერი. კვირის ბოლომდე აუცილებლად მოვა თქვენთან ის სიმშვიდე და ის ლოიალურობის შექმნა, რომელსაც თითქოს დიდი ხანია ეძებდით და დაკარგული ჰქონდათ, სულიერი სიმშვიდე და ჰარმონიზირება ნამდვილად იქნება თქვენი მთავარი ასპექტი კვირის ბოლოსკენ, რადგან თითქოს თქვენი თავის საუკეთესო ვერსია გახდებით და ეს უდიდესი ტრანსფორმაცია, რომელიც დიდი ხანია გადიოდით, აი დამთავრდება და ამ კვირის ბოლომდე რაღაც სულიერ სიმშვიდეს და ენერგეტიკულ ბალანსს მოგიტანთ. ქალწულებო, თქვენთვის ეს კვირა არ გაგიკვირდებათ აი საკუთარ თავთან კრიტიკულობის, რაღაცას ჩაღრმავების, მეტად უფრო დისციპლინირებულობის მომტანი იქნება, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. ნუ იქნებით თქვენი თავისთვის ძალიან ზედმეტად კრიტიკულები, რადგან ცოტა მძიმე კვირა იქნება თქვენთვის და შესაბამისად თქვენი რესურსიც მიმართული იქნება ამ სიმძიმეებისკენ. და სწორედ ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ მიხვდეთ იმ ყველაფრის არს, რომ აი ეს ყველაფერი კი არ უნდა იყოს კრიტიკის საბაბი თქვენთვის. ის მონაცემები, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია და ამ ყველაფერიდან ძალა უნდა იპოვოთ. შესაბამისად თქვენ თავში ჩავუყროდით ემოციებს, ნუ იქნებით ორიენტირებული პრობლემაზე, იყავით ორიენტირებული გამოსავალზე და შესაბამისად კვირის ბოლომდე მეტად უფრო კარგი და შემსუბუქებული მდგომარეობა იქნება თქვენს ენერგიებში, თუმცა იმდენად ამძიმებთ თქვენს ენერგიებს, თქვენიო ზედმეტი ფიქრით, რომ შემდეგ რაღაცა ეს კარგი შეგრძნებაც ვეღარ მოდის მარტივად და აი თითქოს არც აფასებთ ამ მომენტს. ამიტომ დააფასეთ ყოველი წამი და იგრძენით თქვენ თავთან ის მომენტი, რომ მადლიერება მეტად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენ ცხოვრებაში. სასწორება. კვირის ბოლომდე სამსახურებრივად ახალი შემოთავაზებები მოვა თქვენ ცხოვრებაში. რაღაცნაირად ეს გაორება, რომელიც წინა კვირას იყო, დამთავრდება და თითქოს გამოხვალთ მდგომარეობიდან, მაგრამ ეს სიტუაციები, რაშიც დიდი ხანია მერყეობდით,
ახალ ეტაპს დაიწყებს და თქვენი ენერგიების სწორ მიმართულებას აიღებს. შესაძლოა კვირის ბოლომდე რაღაც კონკრეტული პატარა გასვლა გქონდეთ ქალაქგარეთ თქვენს მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად. პარტნიორულ ურთიერთობაში აუცილებელია რომ მიეღოთ რაღაც კონსენსუსს და თქვენ თვითონ დაიწყოთ ამ ყველაფრის გადალახვა და გულწრფელად ისაუბროთ თქვენს კონკრეტულ პიროვნებასთან. ამიტომაც ეცადეთ რომ ყველა ემოცია, რასაც გასცემთ, იქნება ორმაგად დაბრუნებული კვირის ბოლომდე, ამიტომაც ეცადეთ რომ მეტად სწორად და რაღაცნაირად ალტერნატიულად გასცეთ თქვენი ემოციები. მორიელება თქვენი პერიოდია, თქვენთვის ფაქტობრივად ახალი წელი ახლა იწყება. შესაბამისად არ იქნება მარტივი ეს ტრანსფორმაცია, თუმცა ამას მე ჩვეულიყავთ, იმიტომ რომ ყოველ დეტალს, ყოველ მნიშვნელოვან ასპექტს ტრანსფორმაციულად აღიქვამთ და ლახავთ ხოლმე. შესაბამისად არ იქნება ძალიან რთული პერიოდი, თუმცა იქნება ძალიან გამომცდელი, ძალიან რაღაც ახალი შეგრძნებების მომტანი, მამოტივირებელი და ეს იქნება იმ ძალის მომტანი, რომელიც თითქოს მთასაც გადაგადგმევინებთ და მოგიტანთ ძალიან დიდ ენერგიას სამომავლოდ პარტნიორულ ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ, იყავით მეტად უფრო მიმღებელი საკუთარი თავის და ემოციების და სხვა ადამიანის რაღაცა ბნელი მხარეების, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა მიმღებლობა გიჭირთ და ამ კვირის ბოლომდე ეს მიმღებლობა მეტად უფრო პროდუქტიული იქნება თუ მისცემთ თქვენ თავისუფლებას რომ მიიღოთ ადამიანები ისეთები როგორებიც არიან და არ შეცვლით, არ მოგინდებათ სხვა ადამიანების გარდაქმნა და ნუ დაგავიწყდებათ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი გასავლელი კონკრეტული მოვლენა, ამიტომაც თქვენი რაღაცა კონკრეტული სხვა ადამიანების შეცვლით და ზეწოლით და манипуლირებით შეიძლება რომ საერთოდ გამოიყვანოთ ადამიანის მდგომარეობიდან, ან უბრალოდ რაღაცა დააჩქაროთ მათი რაღაცა დესტრუქციული პროცესები. მშვილდოსნებო თქვენთვის ძალიან საინტერესო პერიოდი იქნება, როგორც რაღაცა პატარა გასვლებით ქალაქგარეთ, ასევე ძალიან საკუთარ თავთან თავგადასავლებით. შესაძლოა რომ კვირის ბოლომდე მიიღოთ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას რაღაცა უკეთესობისკენ, მაგრამ ეს ემოციები, რომელიც იქნება დაგროვილი, ეცადეთ რომ რაღაც ან დაწეროთ და ისე გაუშვათ სამყაროში, ან რაღაცა გაიხსენოთ ეს ნეგატიური ასპექტები და გაუშვათ თქვენი თავიდან, რადგან რაც უფრო მეტად გაუშვებთ ნეგატიურ ასპექტებს თქვენი ენერგიებიდან, მეტად უფრო საჭირო და საინტერესო იქნება თქვენი მდგომარეობა თქვენი თავისთვის და მეტად უფრო მიიზიდავთ იმ წარმატებას, რომელსაც ეს ბლოკები ადევს და ახშობს კვირის ბოლომდე. ამიტომაც იყავით მეტად უფრო ლაღი, მეტად უფრო მშვიდი საკუთარ გადაწყვეტილებებში და ნუ შეგეშინებათ გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ საკითხში, რადგან თქვენივე გადაწყვეტილებები თქვენი წარმატების საძინდარია. თხის რქება თქვენთვის ამ კვირის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება, რომ ეს სამსახურებრივი მდგომარეობები და მოვალეობები გვერდით გადადოთ, რადგან დასვენება კვირის ბოლომდე ძალიან კარგ მდგომარეობებს მოიტანს, თუმცა თქვენს ენერგიებში არის ის მომენტი, რომ გჭირდებათ მეტად უფრო ორიენტირებული იყოთ იმ საქმეებზე, რომელიც გადადებული გაქვთ, თუმცა თითქოს არ უბრუნდებით იმ საქმეებს, რომელიც ვერ დაასრულეთ. თითქოს რაღაცა კონკრეტული საკითხები, რომელიც ვერ დაასრულეთ, ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, ეცადეთ რომ არ იყოთ ხისტი გადაწყვეტილებებში და იყოთ ლოიალური ნებისმიერ საკითხში, მაგრამ თითქოს თქვენივე გადაწყვეტილებები კვირის ბოლომდე რაღაცა ახალ ენერგიას მოგიტანთ და ახალი ემოციებით დაგტენით. ამიტომაც შეეცადეთ რომ ეს ყველაფერი რაღაცა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მომართოთ თქვენივე რაღაცა კონკრეტული მიმართულებით. მერწყულება თქვენთვის ეს კვირის დასაწყისში იქნება თავისუფლების მომტანი, მაგრამ იქნება თითქოს მაპროვოცირებელი იმ რაღაცა არა ჯანსაღი ქმედებების, რომელიც გვერდით გაქვთ გადასადები და აუცილებლად უნდა მიხედოთ თქვენს ენერგიებში ამ მიმართულებას, რომ თითქოს თქვენს თავთან იპოვოთ ის ძალა, რომ რაღაც არაჯანსაღი ქცევები თუ რაღაცა კომუნიკაციები წარსულს ჩააბაროთ და რაღაცა ახალი დაიწყოთ, თუმცა თქვენთვის იქნება რაღაცა ახალი შანსის, ახალი კომუნიკაციების და რაღაცა ახალი შემოთავაზების პროცესები. ამიტომაც ურთიერთობაში მეტად უფრო მშვიდი კომუნიკაცია გექნებათ, უბრალოდ შეიძლება აღელვება გამოიწვიოს სამსახურებრივად რაღაც კონკრეტულმა საკითხებმა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს კვირა თქვენთვის ერთმანეთის მომტანი იქნება და ნუ შეგეშინებათ გადაწყვეტილებების მიღება იმ საკითხებში, რომელსაც მერყეობთ და რომელსაც დიდი ხანია რაღაცნაირად ვერ გადადგით ნაბიჯი. თევზება, თქვენთვის ძალიან კარგი იქნება მენეჯმენტოთ ის საკითხები ამ კვირის ბოლომდე, რომელსაც თითქოს თავს ვერ უყრით და თავს ვერ აბამთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ სენსიტიური იქნება თქვენთვისაც ეს პერიოდი, მაგრამ ეს ამ პერიოდის მიღმა სწორედ ის ძალა დგას, რომელიც 12-ვე ნიშნისგან გაქვთ აღებული, აი თითქოს უდიდესი ძალა და ენერგია, რომ მიაღწიოთ სასურველს. თუმცა თქვენივე სენსიტიურობა ხელს გიშვით ამ ყველაფრის მიღწევაში. გახსოვდეთ, რომ
ის ყველაფერი ნაბიჯი, ის პატარ-პატარა დეტალები, რომელიც თითქოს გადასალახი გაქვთ, გადალახოთ თქვენ თავთან, შესაძლოა კვირის ბოლომდე რაღაც ახალი გადაწყვეტილება მიიღოთ, სამსახურებურად თქვენი საქმე სწორად უნდა დაამენეჯმენტოთ, რაღაცა კონკრეტული გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს რაღაც კონკრეტულმა საკითხებმა, თუმცა კვირის ბოლომდე პარტნიორულ ურთიერთობაში, ემოციურ მდგომარეობაში და რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში ბალანს მიაღწევთ და თქვენივე ბალანსი თქვენივე სიმშვიდის გარანტია იქნება. მადლობა ყურადღებისთვის და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. მადლობა ხატია შენ ამომწურავი ინფორმაციისთვის მოკლედ ყველაფერს გავითვალისწინებ. შენ საინტერესო კვირა გელოდება. გავითვალისწინე აუცილებლად. შენ საინტერესო კვირა გელოდება. ხატია ძნელაძე ეზოთერიკოსი იყო ჩვენთან ერთად. ჩვენ კი უნდა დავემშვიდობოთ მაყურებელს, რადგან ჩვენი საეთერო დრო იწურება. ასეთი იყო 3 ნოემბრის დილის ალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობდით. ხვალ ისევ 9:30-დან 11:30-მდე თქვენთან ერთად ვიქნებით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საინტერესო თემებით. მშვიდობებით, ხვალამდე მადლობა რომ გვიყურეთ.